ორი გლობალური უზარმაზარი ბრენდი შემოიყვანა საქართველოს. სისულელს არ უნდა ექცეურებდეს, ხო? ტვინის ვარჯიშია. თანამდებობა შეიძლება ადამიანს შეხვდეს შემთხვევით. უცოდინარი ან არასწორია, თავობა უნდა შეცვალა. და სულ დავამღიე რა. ბიზნესის დისიდენტებს ვეძახი. ანუ მეწარმეობა გვაქვს ისში. ნამდვილ ცხოვრობ და გავხსენი და აღადვე ჩემი სწავლასა შენ და გამონათქვამია, ხო? მაშინ აღადვე შენ ცხოვრება. თემურ ჭყონია, ქართველი ბიზნესმენი, ერთ-ერთი წარმატებული მეწარმე და ინვესტორი, რომელმაც საქართველოში მსოფლიო ბრენდები შემოიტანა. ეს ის შემთხვევაა, როცა ერთი ადამიანის იდეებმა მთელი ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ ლანდშაფტს სტანდარტი დაუძესა. ადამიანი, რომელმაც კოკა-კოლა და მაკდონალდსი გაგვაცნო. 1950 წლის 9 სექტემბერს ბოლნისში დაბადებულ თემურ ჭყონიას ყოველთვის წყუროდა სიახლეები. 90-იანი წლების საქართველოში, სადაც არც მაღაზია იყო და არც ბიზნესი, თემურ ჭყონიამ კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია დააფუძნა. კოკა-კოლა საქართველოში პროგრესის სახე გახდა. ხოლო 1999 წელს რუსთაველის გამზირზე გაიხსნა პირველი მაკდონალდსი. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ერთ დღეს თემურ ჭყონიას გაუჩნდა კითხვა: რატომ არ უნდა იყოს საქართველოში ის, რაც არის ჩიკაგოში? მოვიდა ეს დღეც, მოვედი სტუმრად. მადლობა მასპინძლობისთვის, მიღებისთვის და თანხმობისთვის ამ საუბარზე. მე საერთოდ ქართული თანამედროვე ბიზნესი რომ ახსენდება, ერთ-ერთი პირველი ხარ ვინც მახსენდება. აი უჯრას რო გამოვაღებ, ახსენდება თემური. თუ მასივარს. მასივარშიც. და მე მოვედი ისეთი ცნობიერებით, რომ რაღაც კითხვები დავსვა და ვისწავლო. მე რო ვსწავლობ, მაყურებელი სწავლობს რაღაცას. მე ესე ჩქარებელი სწავლი, მაგრამ ვეცდები. ყველანაირად. აი ენეც. დება. შთამბეჭდავია ქარხანა. დავათვალიერე, დავიარე და ძალიან მაგარია, რომ საქართველოში ეგეთი რაღაც არსებობს და მე ამაყება, რომ ჩემ ქვეყანაში ესეთი ქარხანა, რომელიც შენ დაათვალიერე, საქართველოში ეს არის ბევრი შემადგენელი ნაწილი, თქვა ამ ქარხანის, ხო? ევროპაშიც არ არის. აი მაგალითად სისტემა ჩვენი პროდუქციის შენახვის მიწოდების ერთ-ერთი საუკეთესოა გოგოლის სისტემაში. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ხშირად საუბრობენ, რომ აი რაღაცას გვადარებენ ჩვენ ვიღაცას. ეხლა ამ ჩვენი მონაცემებით სხვებს ადარებენ ჩვენზე. ამ სტანდარტად გადაიქცა? რა, დიახ. იგივე სისტემა მაკდონალდში სხვათა შორის და ცოტა იმაში ის შეგვიქმნა უჩვეულო სიტუაციაში მოვეკეცით, რომ ჩვენ უწირო დავდიოდით გამოცდილების გასაზიარებლად სხვა ქვეყნებში, ეხლა ჩვენთან დადია. სერიოზულად. აი ჩამოდის ხალხი. ჩამოყავს ყოველი სისტემას ადამიანები და უბრალოდ რა უნდა დანერგონ. როგორ უნდა დანერგონ, რომ მიიღონ ის ბაზრის დიდი წილი და ჩვენ გვაქვს საქართველოს ბაზარზე. რის შედეგია, ხო? ეს არ არის მარტო ძირითადად მაინც კოკა-კოლის გემო და ბრენდია, მაგრამ კოკა-კოლის ბრენდის და გემოს ხომ და რაღაცაც მიიტანო ადამიანებთან, რომ ზუსტად ისე გაიგონ მისი დანიშნულება, როგორც შეიქმნა. თვითონ რომ შექმნის აღთქმაც ხო მნიშვნელოვანი თემაა. ის რომ მაგალითად შენ რაღაცა შექმენი და ვიღაცას ვალდებულებად ხდები, რომ შენს მიერ შექმნის აუცილებლად აიჩვენოს თვითონ თავისთავად, ესე არ ხდება. გიამაყება. ბატონო? გიამაყება. არა, მე არ მიამაყება, მე ამ ცხოვრობ. როგორ შეიძლება ცხოვრება გიამაყებოდეს? სიცოცხლე გიამაყება? ხო, შეიძლება. ხო, არა, სიამაყე არ არის. რამდენ დროს ადარებ აქ? ჩემ ცხოვრების? მე აქ არ ვატარებ, ამით ცხოვრობ, სახლშიც, გარეთ, ქუჩაშიც, აქ. მე სამსახურში იმიტომ არ მოვდივარ, რომ ჩემი სამსახურია. მე ამით ცხოვრობ. შენ რო ელაპარაკი, მაინც იმაზე ფიქრობ. ეხლა თქვენმა თანამშრომლმა ახსენა, ხმაურიაო. ეს არ არის ხმაური, ეს არის ხმა. ეს არის ხმა. შენ არის ხმაური. შენ როგორ გესმინება ეს ხმა? მე ეს ხმა მესმის როგორც აუცილებელი ხმის გაგონება. აი როგორც შენ რაღაცას ხმას ელოდები, რაღაცა სიჩუმეში სხვა ხმა არის რაღაცა, ხო? ესაც ხმა არის. თემურ არ არის. რამ ძალიან საინტერესოა. ეს არის სიცოცხლის ხმაშიც. ხო ეს არ არის ჩემი სამსახური.
და სხვადასხვა წლების განმავლობაში ვინც ძველი თანამშრომელი მუშაობს ჩვენთან, მე ვფიქრობ იმედსაც ესია. და ყველა საინტერესოა რომ ახალი თაობა მივიღეთ ახლა ჩვენ ძალიან საინტერესო ნიჭიერეს ხალხი. რანაირად არიან საინტერესოები შენთვის ეს თაობა? რაც როგორ გებულობ რომ საინტერესოა? რა ტეჩემო ხო ისი რა თქვა. 17 წამი ჭირდება რომ ადამიანი გავიგო და მე უკვე აღარ არის უკვე შესწავლას იწყებ და ბევრი ხალხი მოდის ჩვენთან. წინა წლებისგან განსხვავებით, წინა წლებში არ იყო ესეთი დაინტერესება სხვათა შორის და რატომ არ იყო არ ვიცი მართალი გითხრა. შეიძლება გარემო განაპირობა, შეიძლება ხელფასებმა, შეიძლება იმ ბენეფიტებმა რაც აქვთ. ბევრი კომპონენტისგან შედგება, ხო? ადამიანის მოთხოვნილება როცა შეისწავლის სწორად, რაც რთულია, რა თქმა უნდა, ყველა მოთხოვნილება შესწავლა. და მე იმის დაგმოყოფილობაზე ზრუნავ და ადამიანმა სწორად გაიგო, რომ შენ მასზე ფიქრობ, ისაც დაიწყებს შენზე ფიქრს. თუ შენ ადამიანს აიზურე რომ არტო იმონდა ვიფიქრო შენზე, იმიტომ რომ სამსახურში მიიღე და რაღაცა და რა ქვია ვალდებულება კი არა თქვა რაღაც ის გაუკეთე რაღაცა რომ მიიღე ულდებობა ეგ. ადამიანს შეიძლება და ეს ახალ თაობა ვინც მოდის ძალიან ნიჭიერია, იმიტომ რომ ჯერეთი ნიჭიერებას განაპირობა იმან რომ ჩვენ თაობაში ის შესაძლებლობები ნიჭის გამოვლენის არ არსებობდა. ამდენი შესაძლებლობა დებოდი და რადიომდა ჩავერთო და ერთი ესე იყო გადაატრიალებ და მუსიკას მოусვენდი. და მოусვენდი მას რა შენ გინდოდა, რაც შენ არ გინდოდა და დღეს უკვე შედიხარ და მთელ სოფლიოს შეგვიდა მოისმინო ის რაც ჩვენ სახალხო წარმოუდგენელი უნდა. ეს პროცესი ხო ტვინის ვარჯიშია. თემსვლას, ავლა, ანალიზის კეთება. ხანდახან ადამიანებს გონია რომ იმდენად სწრაფად აითვისეს ახალი ტექნოლოგიები და ისე რომ ამას ყურადღებას აღარ აქცევენ, მაგრამ ეს ხო ტვინის ვარჯიშია, სხვა მიმართულებებია. თემურ, ორი ბევრი ბიზნესი გააკეთე, მაგრამ ორი გლობალური უზარმაზარი ბრენდი შემოიყვანე საქართველოში, Coca-Cola და McDonald's. სხვა ბრენდებთან ერთად. მაგრამ ეს ორი ესეთია. ეს ორი არის მსოფლიოში ამაზე დიდი არაფერი არა. გამორიცხულია. თემურ, რო შემოგყავდა ამ ორივე ბრენდს აქვს საკმაოდ რთული სისტემები, როგორც ტექნოლოგიური, ისე ადამიანური. რა დაგხვდა გზაზე, როგორ გამოგივიდა ამ ორი ბრენდის საკმაოდ მაღალი სტანდარტები, ხო, ერთსაც და მეორესაც მაღალი სტანდარტი აქვს ორივეს, გინდა ტექნოლოგიური, გინდა ადამიანური რესურსის. რა დაბკოლებები დაგხვდა საქართველოში და როგორ გადალახი დაბკოლებები ინტეგრაციის დროს? ყველაზე მთავარი რა არის? დღესაც სხვადასხვა ბევრად შესრულება, მაგრამ მენტალური ეს ორი ბრენდი რასაკეთებს? ეს ორი ბრენდი ბევრ რაღაცას ცვლის ადამიანის აზროვნებაში. განსაკუთრებით თქვათ ისეთ ქვეყნებში, სადაც პოსტსაბჭოთა სისტემები იყო. და პოსტსაბჭოთა სისტემა იდეოლოგიურად იმდენად ძლიერი იყო. იდეოლოგია იმდენად ძლიერი იყო და იმდენად დიდი შრომა იდებოდა ამ თემაში, რომ ამის გადაკეთება არის ურთულესი თემა. დღესაც ეგ არის. დღეს ხშირ შემთხვევაში ჩვენ აი ესე დღეში რო ვართ, ყველა აბრალებს რაღაც ავიწროებენ ისტორიულ შეფასებას. აი მაგალითად ყველა საუბრობს 9 წლიანი რა შოშია 9 წლიანი. 9 წლიანი რა უნდა ესე იგი რამხელა დაბალი აზროვნება გვაქვს ჩვენ, რომ 9 წელს შეუძლია ჩვენ ცხოვრება გადააკეთოს. ეს არის ჩემი აზრით ადამიანის აზროვნების შეფასების დაქვეითება. როგორ შეიძლება 1 წელიწადი იმოქმედე შენზე ისე, რომ მთელი ცხოვრება ვიცხოვრობდე. 70 წელიწადი იყო ისეთი იდეოლოგიური დატვირთვა ადამიანებზე, რომლებიც დღესაც არის. შეგიძლია მაგალითი მითხრა? ნებისმიერი ჩვენი საუბარი, ნებისმიერი მოქმედება, ნებისმიერი შეფასება, ხო?
მაგალითად რა გვეშველება მათი მოხვეულია, ანუ აი 70 წელი რომ ჩვენი იდეოლოგია, ეხლა ის ხშირად საუბრობენ რომ თაობათა ცვლა არ ნიშნავს რომ მაგალითად ადამიანი და ერთი უნდა გარდაიცვალოს და მეორე მოვიდეს მის ადგილზე. თაობა ესე წარმოუდგენ თაობას მეტალურადაც უნდა მოხდეს რომ აი მაგალითად ადამიანები რომლებიც კომუნისტურ სისტემაში მუშაობდნენ გაიზარდნენ ის ადამიანები ჩემისადეთ ახლა სუბიექტური ინტერესს გავიშენე ახლა შენ ინტერვიუით რომ არც ისე მანკლია მაგრამ აინც გავიშენე ის ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ მართვის სისტემას სათავეში არ უნდა იყვნენ არ შეიძლება ის გამოცდილება კომუნისტური სისტემის არის კატასტროფული და შენთვის როგორ ასოცირდება ეს გამოცდილება აი ერთი წინადადებით რო თქვა ის აი უწესო მუშაობით მე ხანიხან მაქვს ეს რაღაცა რომ გავბრაზდები ხოლმე უცებ მე ჩემთავს დავიჭერო ძველი სისტემით უპასუხე ადამიანს და არა თანამედროვედ და მე თქვენია ხოლმე და ცდილობს რომ გადავგეთდე ეს ბრძანებული ტონი ეს დაჯდომა ეს მიმართვები ეს რაღაცა ზემოდან რო ელაპარაკები რაღაცა რომ თანამდებობა გონიათ რომ თანამდებობა შეიძლება ადამიანს შეხვდეს შემთხვევით არამედარობას შემთხვევით და ეს გონია დამსახურებით აქვს შემთხვევითობას არ გამორიცხავენ ყველას გონებს არის დამსახურებული ჭკვიანი ადამიანი და მე ჭკვიანი ადამიანი ფიქრობს რომ ახან ჭკვიანი მეც ესე ვაკეთებ ახლა ალბათ ინტერვიუში უკაცრავად რომ მეორეს და ასწავლოს თან იმის აზრი არ უნდა გაითვალისწინოს უნდა ასწავლოს და მან დაუჯერო და თუ არ დაუჯერე ეს ნიშნავს რომ უცოდინარი ან არასწორია და თემურ ერთ ინტერვიუში ახსენე რომ ის სასტუმრო რო დაანგრიე ქონდა შენთვის მეტაფორულად რაღაცა სისტემის გრევის ეფექტი იყო შენთვის სოციალ სისტემას ეს ნამდვილად ისე იყო ტრაბახად არ გეტყვი რომ ეს სასტუმრო ქობულეთში რომელიც ავაშენეთ ეკუთვნოდა მეოთხე სამმართველოს სადაც ისვენებდნენ ყველაზე მაღალი რანგის კომუნისტები და ხელოვნები და რა არის ყველანი ისეთი ვინცაც დიდი პრივილეგიები ჰქონდა პარტიული ბილეთით არ პარტიული აი ადამიანები რომელსაც პრივილეგირებული კასტა იყო ეს პრივილეგირებული კასტა ახლა თუ დაბრუნები ეს პრივილეგირებული კასტა დღესაც არსებობს საქართველოში მათი შვილები რომლებიც შვილი ქვია თორე შვილი არის 60 წლის თორე მიშვილი ესე პატარა კი არ არის ეს სისტემები არსებობენ რომლებიც ამაზე მიჩვეულები არიან სახლში იგივე ბიბლიოთეკები აქვთ ისეთივე მაგიდები უდგათ როგორც ისეთივე ტელეფონი დროში ჩარჩენილი დროში ჩარჩენილი კი არა დროს გამოყენების მეთოდი იციან ამას დიდი პროფესიონალიზმი უნდა რომ მლიქნელობა დიდი პროფესიონალიზმი ჩვეული ადამიანი მლიქნელი ვერ იქნება ჩვეული ადამიანი მეკითხავე ვერ იქნება ეს არის პროფესია მლიქნელობის პროფესია და მეკითხავე პროფესია ყველა ვერ გააკეთეთ აი ეს სისტემა შენთვის ამით ასოცირდება ეს არის რა თქმა უნდა და მე არ ვიცი ახლა სხვანაირად არ გავიგოთ არავის არ მე კი არ ვებრძოდი ცნობიერად არ მომწონდეს რაღაც არასოდეს ეს რომ ვიღიდეთ ეს მეოთხე სამმართველო ხო რომ შევედით პირველად რო თქო და საიდან მოგინდა მაგის ყიდვა ნუ ეს დიდი ისტორია ვაკმოგიდროთ რა არ ვიცი ხო არ ვიცი საიდან მომიდა ცოტა სენტიმენტალური ახლა ეს თემა და იმდენად სენტიმენტალურია შეიძლება არ დამიჯერო ეხლა და მე დავინტერესდი მე თქვენ ინტერვიუ ჩაიშრება გაიგე მეტყვიან სიაფანდიო ხო ეგ შემოღობილი ტერიტორია კომუნისტური სისტემას ყვები შემოღობილი ტერიტორია სადაც მხოლოდ მაღალი რანგის ადამიანები ისვენებდნენ და ჩვეულებრივი ადამიანები დროს ქირავდნენ ბინებს საწოლებს მიუხედავად იმისა რომ არანაკლები
წესიერები იყვნენ, შეიძლება მეტიც, არანაკლები პროფესიონალები, არანაკლები და ესე შემდეგ და მაგრამ წვდომა იქ არ ქონდა. იქ ვერ მივიდოდნენ, იმიტომ რომ ის ადგილი არ იყიდება, ის ადგილი რიგდება. ეს ხო არ იყიდება, საბრძოლი არ იყიდება, რომ რიგში ჩადგე, მაგასაც ვერ მიახსენებ, მაგრამ მაინც. ის ადგილი არის მინდა ადგილი კომუნისტების. ის ადგილი არ იყიდებოდა. ხო და დედაჩემი იყო ექიმი, გინეკოლოგი და არც ისეთი ის იყო, რა ქვია, შეუძლებელი როგორ გითხრა. ხო, ქონდა საშუალება რაღაცა. ქონდა გაწყობილი, მაგრამ ცენზი არ ქონდა. და სულ ფიქრობდი, რომ თუ შეძლებული ადამიანია, არაფერ არ მიჭირს, რატო იქ ცხოვრობ და რატო ცხოვრობთ, საწოლოს რატო ქირავთ. რამდენი წლის ხარ მაშინ? ალბათ 7 წელს. შეიძლება 10. და სულ იმ ღობესთან ვიდექი ხოლმე.ში ვიყურებოდი სერიოზულად და ეს ხალხი ხალები დადიოდნენ რაღაც სულ თეთრი ის ქონდა დაღწული თეთრი წისაფრები. რა კარგად გახსოვს? ხო თვალწინით გასხოდა ხან და დადიან ეს ხალხი აგედი საზამთროები და დიდი გადაფარებული კატლეტები მიან, კაი სუნ შაეტარე რაღაცა და ჩვენ შურდა. არა, მაინც ზრუნვა შურის არ მაქვს. არც დღეს არც მაშინ. მოგინდა მან თქნა. არა, გაგვირებული უყურები, აი არის, ეხლა მე ვერ ავწერე, რა გზნობა მქონდა, არ ვიცი. ნუ შური არ მაქვს, მე ეს თემა შურიანი იბადება ადამიანი, შური არ არის შენაძენი თემა. ჩემის აზრით, შეიძლება არის, მაგრამ მე ეს მგონია, რა ვიცი, უამრავი ადამიანისთვის იმკითხავს შენო თუ რაღაც, მაგრამ ადამიანი ხო ესე იბადება. ზოგი შურიანი, ზოგი ბოროტი, ზოგი ის და შენაძენი რა აქვს, რა ვიცი, შენ და კავშირი აქვს იმას რო უყურებდი. მე დედაჩემს კითხე ერთხელ მეუთხარი, აი ჩვენ აქ რატო ცხოვრობს მეთქი? იმიტომ რომ საწოლი იდგა იქ ერთი სადაც ვქირავდით გაზის პლიტა ერთი იყო, იქ მეორე ოთახი იყო, იქ ის იყო რაღაცა და ყველა ერთად აკეთებდა რაღაცა და კაშმარი ხო და იცოდა არ ეგო სხვა ადგილია ჩვენ მან არ მიგესწრება და ჩავიქნე არ მიგესწრება და მაგის მე არც ვიყურებოდი იქ არ მიგესწრება წავიდოდი ჩემთვის ვარჯიში მეყვარდა ვცურავდი დავრბოდი რა ვიცი ყველგან ანუ გამოცხადა კონკურსი მიიღე ის ფაქტი რომ არ მიმესვლება მაშინ ხო არ მეგესწრება შეგვე ხომ მე არ ვიყო რევოლუციონერი რა თუ აღარ არ მეგესწრება არ მისუყარე მიდი დუვინკით იქ დასამერებად რა ხო და მე რა ის რა ქვია ნუ გავიდა ახლა ხوار გადაყვეოდი ამას გავიდა წლები რაღაც და ხედავ გამოცხადებულია ის აუქციონი მაგრამ არ ვიცოდი ეს იყო არ ვიცი თავიდან არ ვიცოდი სახელი იყო და რაღაც მეოთხე სამართალი არ იყო რაღაცა კურორტი რაღაც მაქვს რაღაც მეოთხე სამართალს ეკუთვნოდა მაგრამ სახელი ხო ქონდა თავისი სახელი არ მაქვს ხოდა ვიფიქრე ზღვის პირას რაღაცა სასტუმროს ავაშენებ რაღაც ესეთი ციფროთ ეს რაღაცა და ეს თემა ამასთან არაფერ კავშირში არ არის უბრალოდ განვითარება იყო ცხოვრების დასაწყისი იყო ამბიცია მქონდა ეხლაც მაქვს პირისი ამბიცია რაღაცები გამეკეთებინა ქვეყანაში ხო და რომელი მივედი და ხედავ ეს შეხედია სადაც ვერ შევდიოდი ანუ რო იყიდე მე აღმოაჩინე ხო ой აგай ოფილამენტი შევედი და დაახტა დირექტორი ისე როგორც ეკადრიოს ხდებოდნენ მობრძანდით რაღაცა და შემიყვანეს მე ვთხარი შეიძლება ამაღამ დავჩენ მეთქი ხო გენჩავედი და კი ეს არისო საუბრის ნომერიო და შემიყვანეს კოშმარში რაღაც ავეჯი იდგა რაღაცა და ავიცი სახელი არის რაღაც სახელები ქვა მაშინ ავეჯებს რაღაც აცივარი ბუბუნებდა რაღაცა საშინელება იყო ეს რა ქვია
შპალიერი ქართულად შპალიერია? შპალიერი გამპრული რაღაცა ნახატებით. ხო, ძველი ფუფუნების საშინელება. ფუფუნებას არ ქვია, არის რატო იყვნენ, ასე როგორ ცხოვრობდნენ წარმოუდგენელი კიდე. ელევინდორი. და მე ესა რა ქვია. მე ღამე გავათენე სიმწრით. ვერ დაიძი. არ შეიძლებოდა იქ ყოფნა. რაღაც სუნიც იყო ესეთი ნესტი და არ შეიძლებოდა რა. როგორ გავათენე არ ვიცი. ხოდა მე მოვიწვიე ისა რა ქვია. ეხლა არ მინდა ის ვერ წარმომედგინა რომ ეს უნდა გავარემონტო. შეგენდერამეს მაყურებელი სამედრო იქნებით აქ. ვიღოთ გას. ჩვენ არ გვეჩქარება. დავარე შეგეც. ემეჩქარება. ხოდა ისა რა ქვია. უნდა გავარემონტო. და მოვიდა ვიღაცები და შემდგენ დაიწყეს ვიცი არ ხო ის ჩვენო პარაგრაფა მოგასწავლიან სულ ეს ფუნდამენტი სისქე რაღაცა ის შეიძლება ხარ გამოვიდა ბერავენ და ყველა ხო დემონსტრაციას აკეთებს რაღაცა და მე საღამოს წამოვედი მოუსმე რაღაც წამოვედი და მთელი ღამე ფიქრობდი და დილით წავედი და პრაჟეუნები რომ ყველას დიდი ტექნიკა რა გახმეთ საერთოდ აი რა ეხლა ამდენი ეხლა გზებზე რო გამოფენილი ბევრი ტექნიკა ხო სამშენებლო მაშინ არ იყო არის რომელიც წელია თემის ახალი ეს არის 2008-ში გავხსენით ალბათ 2006 ეს არ იყო და დიდი ბულდოზერი მოვაყენე ბულდოზერი ხო ის რაღაც არ ვარ და თეფშები ტელევიზორი ავეჯი ყველაფერში გარიცოდეთ არ დაგავსოლა აი თელი არაფრის გამოტანა არ გიფა ყველაფერში გარი აი გამზადებული აი საფტურო რა ქვია და რა უკანა თუ და დაკოკე მეუთხარი ყველა დიდი შესწომა დაუში ამ გრევაში მოხდა ერთი პატარა ლამაზი კორპუსი იყო კომუნისტების ბანდი აშენებული მე მგონი მეფის რუსეთის მე მგონი მაგ დროინდელი იყო ლამაზი შენობა და ონცის არ ჩანდა რაღაცა ჩვენება ხო იცი ფასადებით რო ფასადებს შემოღობავენ კაბინეტებს ვადიდებენ და არ ჩანდა რომ დაინგრა მე გამოჩნდა ეს შემეცოდა და სულ დავამღირე რა თავის ავეჯიანა თავის მაცივები თავის ტელევიზიანა და ეს იყო ჩემი პროტესტი დედას გიტირებთ მეთქი და ვითომ ჩემი აზრით შური ვიზია რა ვიცი ახლა კოკა-კოლა და მაკდონალდსის ხო მაგის ნაწილი ამ გრევის ნაწილია ხო ამ ბრენდებს რეალურად შემოაქვეს ეს გრევა ალბათ იმას აი ეს სურათი ნახე უგან რუსული მანქანა როგორ არის შეღებილი ეს არის ეს სურათზე გიждები აი ეს სურათი როა მე გადავიღოთ ეს სურათი და სურათი არის ძალიან სიმბოლური რომ როგორ გადავღებეთ რუსული მანქანა წითლად ეს ხო ეს იყო ყველაზე მაგარი თემა ჩემის აზრით რაც გავაკეთეთ. ხო ეგაც არის რა. თემა კითხვა მაქვს შენთან. აი იქიდან გავნა ეგერა გრევის დაზიდეთ საინტერესო ისტორიას მოგიყვება საინტერესო ისტორიას. რომელიც მე ყოველთვის მემახსოვრება. რაზეა რა თემურს ისტორია მაინც თქვათ. ყველაფერზეა. შევარდაძე რო ჩამოვიდა საქართველოში. არის დიდი შეხვედრა. თავრობის სასახლეში სასახლეზე ძახია მორატო სამშობლოს ძახია თავრობის სახლი ხო შეიძლება თავრობის სასახლე აუბედურება თავრობის სახლი და არ პირა სასახლე კანდიდება ის ხო რაღაცა უბედურება ხო და თავრობის ჩვენ და ვარქვათ სახლი თავრობის სახლში არის შეხვედრა და ეს მიმიწვიეს ახალი დაწყებულება ბიზნეს და სპეციალ მოსაწვევი მოვიღე თავრობის სახლში შევანაზე შეხვდა გავიჟი სიხარულისგან გავიჟდი ჩემ კომუნისტური მენტალიტეტი მაქვს კიდე რომ გამოყოლილი ინერცია და თავ მიწვევენ და გავიჟდი ეხლა არ დავდივარ გავთამამდი ხო და გადავხედე და გული გამისკდა შევანადეს ამ შეხვედრაზე ისკდა
რაც რაიკომის დივნები არსებობდა საქართველოში და ყოფილი პოლიციელები და რაიკომის დივნები და პროფკავშირები და ქალები, კაცები გამობრაჭული ძველებურად ბანტებით რაღაცები გული გაგისკდებოდა. აუ მე თქვი შარში ვარ გახვეული მეთქი და ყველა გამოდის შევანაძის და გამოდის შევანაძის და ხალხი ლაპარაკობს როგორ უნდა აღდგეს საქართველო რომ უნდა შეიქმნას საბჭოე რაღაცა რა ნუ გალამაზებული სისტემის გალამაზება ხდება ესეთი რაღაცა შელამაზება და რაღაც და შევანაძის უწევენ და მლიქრელობის სპიჩი აი მლიქრელობა პროფესია დამიჯერებთ რომ მლიქრელობა არ შეუძლია ყველას შეიძლება მლიქრელობა გაიგითხვა ხო ამ მლიქრელობა ცოტა რო დააჯერო მაგრად ხო მლიქრელობა არ უნდა გაიშიფროს ხო რაღაცა და ამ დიდი თემა თუ მაგ დეფინიციით არის ადვილად ვიწვევი ბატონო თუ მაგ დეფინიციით არის მაშინ ადვილად ვიწვევი ხო როგორც კი არაგულწრფელი ვარ ადვილად ხო რაღაც პროფესია აი მიკროლების დოღია მაგარი და გამისტა ვზივარ ახლა და როგორ გავიყარო ფიქრობ იმიტომ რომ ჩემი გამოსილებით იქ რაღაც ისტორიები ვიცი ესეთი სხდომები დაუმთავრებელია მე კიდე საჩემელი ახალ გადაგაცი ვარ და ჩემი იჯდომა მაგ დროს სად მოვაწევ აი ახალ დაწყებული მოგოღორის თემა ახალ დაწყებული მოგოღორის თემა ახალ დაწყებული საწყის ეტაპზე ვარ და დავთავრე ყველაფერი და გამოვიდა შევარდნაც აი გრევის თემა გითხარ შევდამის გითხარ როდი დაინახენ გრევა და შევარდნაც ამოსეს რაღაცას აი მეგობრებო დაუკრეს ტაში ფევდე დამგარი და ძლივ დასვა ძლივს დაჯერქით და ეხვეწა და ნუ დასხდნენ ბოლოს არ ძლევოდა ზოგი კიდე იდგა რომ მან დაინახოს ტრიბუნდა რომ ეს მაინც ბოლომდე მაინც იმაზე ერთგულია ვიდრე ის რაც ვინც დაჭდა ეჯიბრებია მიკროლობაში და ზოგი მაინც გაასარჯდება დაუხდია დასვა და გამოდი შევარდნაძე ამბობს ესე იგიო, რაიკომის დივანი ვიყავი, ესაკეთ. მილიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი. ცეკას დივანი ვიყავი, არა, კომკავშირის რაიკომის დივანი ვიყავი. ჩვეულებრივი რაიკომის დივანი ვიყავი. მინისტრი ვიყავიო, იმისი რა ქვია, შინაგან საქმეთა. ცეკას დივანი ვიყავი. პოლიტბიუროს წევრი ვიყავი საბჭოთა კავშირის და საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩამოთვალე. ველაფერი გავლილი მაქვს კომუნისტურ სისტემაშიო. მის გრადობაშიც მონაწილეობა მიღებული. ამ ხალ არ ვარგას ეს სისტემა კიღამ თქვენი დედაო, კიღამ აი ცოტა და დედას ვიცოი. აი ეხლა ჟურნალისტები არ ვარგა, არა თქვენი თუ ისინი გაისუსტე. ჩოქში ჯავარდნენ, ოქში შავარდნენ, არ ვარგა, დასანგრევია, დედას ვიცომა. აი ამ ხელა ადამიანი საუბრობდა კომუნისტური სისტემის როგორ იყო დასანგრევი. არ ვარ ხვიროდა. არ არის ჩვენი მომავალი აქეთ არის. ჩემ გვარი არ უთქია, მაგრამ ჩემზე არაჩვენა ეს ხა მაგაზე ზოგადად ეს არ შეშლებოდა იმ ხო არ დამრიეთ ფოგლეთ გავგიჟი სიხარულის კაი და დავამთავრეთ ახლა და არ ვქენ აბეხ დაიცეს თაკეთებს გამოხარა რა რას მიხდი მაშინ მივხვდი რომ შეიძლება რთული იქნებოდა, იმიტომ რომ ეს ხალხი მე ალბათ კაბინეტებს შედან ახლაც იმით შვილები და ესე შვილები კიდე არ აუშავს. კიდე ეხლა შედან მე შვილები არიან. გადახედეთ პარლამენტს და ნახავთ რა. ათელი მორალითია. ამდენი კომუნისტური პარტიის წევრია, ამდენი კომკავშირის დივანი. ეგ ხალხი ხანას ვერ მართავენ, მაგათი დანაშაული კი არ არის. დანაშაული ვისაც ეგენი აბავენ და ისინი ებმებიან და მიყავთ იქ. მაგათი ხელობა რა არის იმთვის ადამიანი თუ გაუვიდა დასაზრახი იმზოლა ერთი კითხვა მაქვს აი შენი განმოსახედი ბევრ საკითხზე მაინტერესებს მაგრამ ერთ-ერთი ეს არის რომ საბჭოთა კავშირში
საქართველოს ესე როგორც უყურებ, რაღაცნაირად თავისი როლი ქონდა. რაც ეხა მე უყურებ ორ როლს ხედავ და მაინტერესებს შენი აზრი. ერთი როლი იყო, რომ ჩვენ ვიყავით გასართობი წერტილი და საბჭოთა კავშირის კაი ჭამა, კაი სმა, კაი მასპინძლობა, კაი დროის წარება და მეორე იყო, ну, თქვათ ესე შავი ეკონომიკის ნაწილი, ცეხავიკები, საწარმოები, რაღაცები ხო ხდებოდა აქ, ანუ ცეხავიკები არის, ეს იყო დისიდენტები. ხო, აი ეს ხო დისიდენტები, ხო. აი მე ესე მაგათ ბიზნესის დისიდენტებს ვეძახი. ყველას არა, რა თქმა უნდა. ყველას არა, მე არ მაქვს ხედულობა ჟურიკებზე. აი მაგალითად, ესეთი ტიპი იყო ოთარ ლაზიშვილი. რომელიც იყო, აი დღეს ყოფილი იყო, თქვათ, ლაზიშვილი იქნებოდა, მე რა მოსაგონარი ვარ. ესე იგი ადამიანი იმდენად ესეთი ლაბადები იყო, იტალიური ლაბადა. და არ გახსოვთ თქვენ, ძალიან მოდაში იყო იტალიიდან ჩამოდიოდა, თხელი დაჭერი იყო, ტურისტები ვინც მოდიოდნენ, იული ჩამოსატანი იყო და რაღაცა წარმოუდგენლად იული ჩამოსატანი იყო. და იყო იტალიური ლაბადას ეძახდა, მაგრამ საწვივარივით იყო, რაღაც კაი ნაჭრისგან იყო შეგერილი და მოდაში იყო რა. და იქიდან თუგინა მეორე იყო ბიტლებს ჰქონდათ ხო სპეციალური დასაცმელი ჰქონდათ წინ ყავი და უკან ნაკსოვი ყველაზე ცნობილი დასაცმელი იყო მაგათთვის გახსოვთ ერთ ფორმა ეს რა არის შავი და ნალიშვილმა ეს ყველაფერი დაიწყო ამისი ერვა საქართველოში წარმოება დაიწყო წარმოვიდგენთ ადგილს პირველად გაგიჟდები დედასვიცა ვარ მე მაშინ მოსკოვში სწავლობდი და რომ ჩამოვდიოდი ყველა მამარები რომ ერთი იტალიური პლაჟი საქართველოში გერებოდა იტალიური ლაბადა ჩამომიტანე ან ბიტლების ის ატკერამდა წარმოუდგენელი ნიჭიერი კაცი იყო აიყვნენ ცეხალიკები რომელიც რა თქმა უნდა ფალსიფიკაციას აკეთებდნენ რაღაცა ეს სოთემა არ იყო ნიჭიერი ხალხიც ანუ მეწარმეობა გვაქვს ისში რა თქმა უნდა ხო ამას სპეციალურად გითხოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვიყურებს და გვისმენს ახლა, რომელიც შეიძლება აი იმ კითხვის ნიშნის ქვეშ იყოს, რომ დავიწყო, არ დავიწყო, გავბედო, არ გავბედო. აგიტო სვავ მაგ კითხვებს, რომ რეალურად მე მგონია, რომ გვაქვს მეწარმეობა სისხლში და შესაბამისად ეს გენი რაღაცნაირად მოვყვება. არის ეგ თემა. აი ესეთ ახალგაზრდას რას ეთყოდი, რომ აი ამ გამბედაობის რას ეთყოდი, აი უამრავი ახალგაზრდა მოისმენს და უყურებს ამას. არ ვიცი რა, დღევანდელ სიტუაციაში შეიძლება ერთზო მეწარმე არ იყო, თქვა სიტყვაზე არ არის აუცილებელი. ნუ ქვეყნის განვითარებისა რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ ცოდნა უნდა გქონდეს, ცოდნა. დისციპლინა, ცოდნა და მე და ის რომ მე ჩემი საკუთარი რამე უნდა გქონდეს, ხანიღან ზოგიერთ იმდენად ძვირადღირებული მენეჯერია, იმდენად ძვირადღირებული სპეციალისტია, რომ უფრო მეტ შეიძლება შემოსავალი გქონდეს, ვიდრე ვიღაც მეწარმეს ამ პატრონს. თვიანი პატრონია და არის უპატრონოებიც, რომლებსაც უფრო ბევრი ფული უნდა, ვიდრე ცოდნა აქვს. ეს შტერია და ის ცოდნია და იმაზე მეტი დისბალანსია და არ გამოვა წარმატებული არ იქნება. ადამიანი უნდა შეფასდეს ტვინი დისციპლინი და მოთხოვნილება უნდა სწორად უნდა შეაფასო და უნდა აუსრო რომ იმიტომ კი არ გაძლევ თქვათ რაღაც თანხას რომ შენ არ გეკუთვნის, იმიტომ რომ შესაძლებლობა არ აქვს და უნდა დაანახო შესაძლებელი გზა თუ აქ მივალთ ორივე შენც ეს გექნება. აი მაშინ უკვე ბიზნეს მისახსეოდ ორივე რომ მიდიხართ და იმანიცის რა მიზანიელის წინ ალტრუისტი არავინ არ არის მეგობრებო ხანდახან საუბრობენ რომ ჩვენთვის ფულს მნიშვნელობა არ აქვს და ბაფეტმა თქვა რომ ყველა სახიფათო ხალხი არის ეგენი ვინც მაგას ლაპარაკობს. ყველაზე მოთხოვნადი ხალხი არის ეგ და განახედეთ ისტორია და ნახავთ რომ განსაკუთრებით ხელოვანი ჩემთვის ხელოვნება არის თავარი და არა შემოსავალი. მე არ მინდა ხელოვნებას დავუკვირდე, მაგრამ მე ვინახია ვინმე უფასოდ არ უკრავდეს, ან უფასოდ ცეკვავდნენ. პარემ ვახსენოთ კონტექსტში, Warren Buffett-ის Berkshire Hathaway-ის Coca-Cola უწევს დივიდენდად 2 მილიონს დღეში.
ბაფეტი ყველაფერს ბაფეტი არის გენიოსი, მაგაზე ხა ჩვენ ცალკე გადაცემა უნდა მიუძღოთ, მაგრამ მაგას არ ეყოფა წლები. არის გენიოსი აბსოლუტური და სხვა კაცია რა 92 წლის არის მე მგონი. ეხლა გადადგა 2 თვე რაც გამოაცხადა. ხო და 92 წლის არის და მე მგონი ტრენად არც გადამდგა რა. და 90 წლის რო იყო ერთი ლექცია მოусმინე სტუდენტი ეკითხება რომ ეხლა რაზე ფიქრობთ? ეხლა ერთი 7 წლიანი პროგრამა მაქვს 90 წლის არის. 7 წლიანი პროგრამა იმას ვამუშავებ, ორი 7 წელი 90 ჯერა. ხედავ შენ თავს ეგეთ ხოძზე 90 წლის ასაკში. მე ხოძზე მე მგონი ვარ უკვე. ხო? ხოძზე ფანტასტიკური. ხო. გაგითხოვდა ამის გავუჩი კარგად. ხო, არა, თუ ხედავ შენ ბაფეტი ყველაფერს იდის და თქვა არა ყველაფერს არასწორად გაიგებენ ახლა ყველაფერს ბიზნესში მონაწილეობს რაღაც ხელშეუხებლი გოგოლა აქვს. სულ მის პორტფოლიოში. ხო. სულ და შეგითხებია რატო არ კიდია რაღაც ადიდებ ამაზე უკეთეს რას ვიყიდიო და ეს არის პასუხი. შეიძლება მაყურებელმა არ იცოდეს, მაგრამ ცალკე აღებული Coca-Cola-ს ბრენდი სახელი შეფასებული არის 80 მილიარდად. 80 მილიარდი ღირს მარტო ბრენდი Coca-Cola-სი, ყველაფერს თავი გავანებოთ, მარტო სახელი. რამხელა რაღაცასთან აგვაქვს აქ. ამოუდგენელია. მე ბევრი რამე ვიცი Coca-Cola-ზე, სხვადასხვა მინდა გამოხვისარგებლო შემთხვევები და გამოხატო მარლიერება, იმიტომ რომ Coca-Cola-ს, თემურს, გოგა რობაქიძეს და ამ გუნდს აქვს სრული ჩემს ჩამოყალიბებაში, შეიძლება მაყურებელმა არ იცოდეს, მაგრამ მე Coca-Cola-სთვის ვაკეთებდი რადიო გადაცემას ბავშვობაში, თორსა რადიოებში მოვაწეობდი. ბოთლერს ჯორჯია, Coca-Cola ბოთლერის ისტორიას მოვყვები, ჩემს სასიამოვნო ისტორია არის. მე ბოთლერს ჯორჯიასთვის გავაკეთე რადიო გადაცემა და თურქეთიდან წარმომადგენლობიდან ჩამოვიდა Coca-Cola-ს წარმომადგენლად, გაიგეს რომ რადიო გადაცემა გადის თბილისში. ვინ არისო ეს კაციო? რანაირად გადის ეს გადაცემა და მახსოვს მეტეხი არის ერთადერთი სასტუმრობაში. ის დრო არის. და დამიბარეს მეტეხში თურქეთის წარმომადგენლობა და შევხვდი და სალონე რა ვქნათ ეს კაცს დავსაჯო თუ გამზარდოთო. მე მგონი ეგ იყო მსჯელობა და მე ჩამსვეს თვითრინავში და გამიშვეს ასწავლებლად თურქეთის ოფისში. მასწავლეს ბრენდები, მასწავლეს Coca-Cola-ს ბრენდი, Fanta-ს ბრენდი, Sprite-ის ბრენდი, ყველა ბრენდ მენეჯერთან ვიყავი თითო კვირა. მე მითხესო ეხა დაბრუნდიო რეგიონშიო და დაეხმარისხმებს რომ სწორედ ბრენდი რო სწორედ იცოდნენ და აი ამან რაღაცნაირად პროდიუსერი ამ გადაცემის პროდიუსერი ვიყავი და თუ გოგიჩაიშვილს მიყავდა Coca-Cola-ს გადაცემა. ხო და შესაბამისად ამ არის წვლილი და მაივა გოგოშვილმა გადაიღვარა შოლი ფილმებში და დაიკარგა. ხო და მინდა ვისარგებლო მაგიერება გამოხატო თემურ შენთვისაც გოგასთვისაც და საერთოდ კომპანიისთვის, იმიტომ რომ ალბათ ერთ-ერთი პირველი მაგალითი იყო უცხოური ბრენდები მას საქართველოში არ იყო. და რეალურად ამდონი. თემურ მინდა დავბრუნდე. პოლნისიდან დაწყებული შეიცხოვრება. და ამ დროს საქართველოს ამ ისო შენ ბოლნისში დაიწყე ცხოვრება, ისო შენ იყავი ტექნოლოგი, ხო? ანუ ტექნოლოგი იყავი რაღაც პერიოდი, ტექნოლოგი იყავი მოსკოვში და მე თბილისში. მე თბილისში, ანუ მოსკოვში ისწავლე და მე ჩამოხვედი თბილისში და სად გაჩნდა ტექნოლოგიის თავში, გადავახვეწ ცოტა ხანი კომუნისტურ სისტემაში ტექნოლოგიის თავში, სად გაჩნდა იდეა, რომ მოდი Coca-Cola შემოვიყვან ქვეყანაში. აი სად დაიბადა ეგ შეჭი? ეს ახლა მე ეს ვოგითხრა. ლიმონადის ქარხანა არსებობდა ხილხილწყალი. ეხო შემთხვევით არა ვარ თქვათ უალკოგოლურ სასმელებში თქვათ რევოლუციის სამშობლოდ წყობის დანგრევის მერე კი არ მოусულ ვარ თქვათ კომუნისტური სისტემის დროს მე ვიყავ ლიმონადის ქარხნის ბევრი ეტაპი მაქვს გავლილი. და ბოლოს გავხდი ხილხილწყალი იყო ესეთი გაერთიანება დიდი მის დირექტორი. საზღვაური ქარხანა შედიოდა თუ სამი. სხვადასხვა
ლაღიძის წყლების თქვათ ბევრი რეცეპტურა ტრაბახად არ ვიტყვი ჩემი აღდგენილია. იმიტომ რომ ბევრი რაღაცა კომუნისტური წყობის დროს იმის გამო რომ რაღაცა გადმონაშთი არ ყოფილიყო, ბევრი რაღაცა იყო გაუბრალოებული. უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. მე დავიწყე ამ თქვათ უარყოფილო სასმელების აი როგორც ახლა თქვათ ახლა ტრაბახს ვიწყებ. გაფრთხილებ. არა, ქვემოთ გავუშვებ წარწერას ტრაბახი. ხო, ტრაბახი, ხო, იმიტომ რომ მე დავიწყე არ მომეწონა ის ქარხნები, რაც არსებობდა. რომელი წელია თემურ? წლები აღარ მახსოვს. ნუ მე აქ უყურებელობა წლებს შეიძლება რომ ხალხმა რო გადახედოს იციან 500 წლის არის. ხო, ერთი სიტყვით იყო ლენინგრადში გამოშვებული რუსული ჩამომსხმელი ხაზები და არ მომეწონა. დატანჯულები ვიყავი და არ მომეწონა და დავიწყე მოკვლევა. გამოსვლა რომ ბულგარეთში იყო სოციალისტური ქვეყნებიდან ერთ-ერთი წარმატებული პროექტი და ეს პროექტი გავაკეთე საქართველოში. რა პროექტი იყო? აი, ძლიერი ხაზი გამოუცვალე და იმ დროების შესაბამისი ახალი ტექნოლოგიები შევქმნი. ნახდათ. აი, ნახდათ, იმიტომ რომ იმდენად აი ეს იყო როგორც აი რევოლუცია იყო უარყოფილო სასმელებში. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ყველაზე თანამედროვე ბულგარეთში წარმოებული ოღონდ ლიცენზირებული გერმანელების მიერ ლიცენზირებული ქარხანა იყო. ის დამზადებული როგორ აქ ძალიან დიდი როლი ითამაშა კონცელიძერესანმა. მინისტრი იყო მაშინ და ძალიან დამეხმარა. იმიტომ რომ ამის განხორციელება მოსკოვის ნებართვის გარეშე არ ხდებოდა, მე მიდიოდა ეს თამები, ჩაწყობები, თვალების ჩახუჭვები, კონიაკები რაღაცები, რომ ეს პროექტი განხორციელებული იყო და ამ წვალებაში გავაკეთე რა. და მაღალი დონის ქარხანა მივიღეთ იმ პერიოდისათვის. ეს არა ბევრი არ იცის, ძალიან მაღალი დონის ქარხანა იყო. ლიმონეს წარმოე სამაგრო პროდუქტი არ მივიღე. ანუ პლანკა გაზარდე უკვე მაგ დროს სწორედ წარმოუდგენლად გაიზარდა, იმიტომ რომ ერთი პერიოდი იყო აი ლიმონათის ქარხანაში როგორც წესი არ დადი ლიმონათის ქარხანა არ ითვლებოდა პრივილეგიურ ლიმონათი არ ითვლებოდა პრივილეგიურ თემად. აი მაგალითად მე რო დირექტორი ვიყავ დედაჩემს ხანდახან ჩვენს უთქვა არ თქვა ლიმონათის ქარხანაში ვმუშაობ. არ იყო პრესტიჟული? არ იყო პრესტიჟული, იმიტომ რომ პარადოქსი რა არის თქვენ არც იცით. ლიმონათის სეზონი ზაფხული არის. იყო ზამთარი. მოხმარების რატო? იმიტომ რომ ხო გიგვირთ ხო? რატო? იმიტომ რომ ლიმონათის პერიოდში არ იყო მაცივრები, არ ცივდებოდა. არ იყო მაღაზიები, ესე კულტურა, უარყოფილო სასმელების გაკვეთების არ იყო. კულტურა. მარტო წარმოება ხო არ არის, კულტურა არის, მე გავყიდვა, ხო? მაცივრები არ იყო, არ ცივდებოდა და მე აბრალებდნენ რომ საზამთრო შემოვიდა ჩვენი სეზონი დავთავრდა, ესე საუბრო. მეც ნელა ბიუში ამ თემას ავყევი, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარებოდა და ზამთარში როცა ცივდებოდა უკვე სიცივიდან გამომდინარე მაღაზიაში რო გათხოვა არ იყო, იყინებოდა. არ გინახიათ ჩვენი გაკვეთილები ბუშლატებში და მაშინ რო იყვნენ ქუდებში და უშანგებში რო დგანან გასაყიდად. ხო, მაშინ ცივდებოდა და ესეთი სისტემა იყო რა. სეზონი წეოდა. გაუმართავი სისტემა იყო. გაუმართავი არა ლოგიკური, ზაფხულში როცა უნდა მოხმარება ყოფილიყო, თბილი იყო, ზამთარში მოხმარება ნაკლები იყო, ცივი იყო და წარმოიდგინე როგორი დისბალანსი იყო. კატასტროფა იყო, ხო? ხო და აი ახალი ტექნოლოგიების შევქმნით მე შეკითხვას როგორც ხო მე ხო დაიწყო ეს გარდაქმნები ხო მოხდა კომუნისტური სისტემის დაშლა მე საქართველოს გამოაცხადა დამოუკიდებლობა ეს შენ ამ დროს ხარ დირექტორი მე ამ დროს დირექტორი ლიმონათის დირექტორი ვარ და რაღაცა ისე ვიმეორებ რომ შეიძლება ისე მოხდა ვერაჭვე ვარ მართლა დაიშალა მეთქი ფიქრობ ახლა სამშობლოში გადაგო შეიძლება ესე წარმოუდგენლად მიმაჩნია მას ხანდი რომ ფიქრობ მაგრამ აღმოჩნდა დასილი არ არის ჩემი ეჭვები
მართალი ყოფილა. რას გულწმო? არ არის ეხლა არ არის ხო დაშლილი ხო მენტალურადაც და დამოუკიდებლები ვართ ხო და როდესაც დამოუკიდებლობა ცოტა სხვა რამეა ხო დამოუკიდებლობა მარტო ხონებრივი მართვა ხო არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა დამოუკიდებელი არ არის. ბევრი ქვეყანაც არ არის დამოუკიდებელი, მაგრამ ესე რომ დამოუკიდებული რო იყო, როგორც ჩვენ ვარ დამოუკიდებული რუსეთზე და იმის ზეგავლენის ქვეშ, ეს ხო დამოუკიდებლობა არ არის. ეს რომ გამოცხადე. რა არის დამოუკიდებლობა? თემო, როგორ შეიძლება გავხდეთ დამოუკიდებლობა? ჯერ დავთვალე ერთ. აი. იმდენ საინტერესო თემაში ხერო ვერ მოვიტვი. ხო. და მე ვიფიქრე, როგორ შეიძლება თქვათ ეხლა ჩვენ გავაგრძელოთ ისევე ფაზისი, ეგრისი, ტარხუნა. ლიმონათის სახელებს ამბობ ეხლა. ხო, ფაზისი, ეგრისი, ტარხუნა, რაღაც საფერავი, რაღაცა ოშმარად მეჩვენა. თვითონ რაღაც არასწორად წარმომედგინა ამით ესე გაგრძელება რაღაცა და რა ვქნა მეთქი რაცხალს ჩავარდე აღარ მომწონს რა ის რასაც ვაკეთებდი არ მომწონს ბურახი ყვასი გარეთ ასრების დაყენება იქ სარეცხეთი იმითი რომ ეცხავს რა ქვია ჭიქას რაღაც ბანკალს თუ რაღაცა ბანკალს ზემოდან რო ადებდი და ესე ხალხ ერთიდევე კაცი ერთივე ჭიქი ცვავს რაღაც ნუ საშინე ბუზები რაღაც ანტისანიტარი აშინელება ხო და რა ვქნე ხა რა გავაკეთო და ამ დროს რატომღაც დაემთხვა იცი რა არის რომ ეხლა ვიგონებ ანდერსონმა თქვა არა მომოგონდება. ერთმანეთს შოვენ გზაში მომოგონდება. ესე იგი ანგელოზი ყველას უკაკუნებს კარებზეო. ნახე? თავარი ამ დროს თვალი არ უნდა იყო და ამაგეძინოს და კარები უნდა გავუყო რა. მოგიგაგუნა? ხო. ბეიგერი იყო ჩამოსული. საქართველოში. წარმოიდგინე, ხონამდე ხანი საქართველოში არ ყოფილა. ბეიგერი იყო ზეორბანის სანახავად. აბა პიროვნება იყო. აი სიმის გვარი უნდა მოიგონო გზადაგზა თქვა. ხო, ბეიგერი ჩამოსული იყო და დამარტყა თავში რაღაცა რომ კი არ დამარტყა მიგონება რაღაც რამე და არ დამიჯერებდა, მაგრამ მართლა ესე იყო. და მე მივწერე წერილი რა. დონალდ კეოს. აი ცნობილი წერილია დათო გოგუაშვილმა დაწერა თავის ხელით, როგორ გაარკვია მან მე გავიგე. და მაშინ სამეჯდი მანქანები შპიონებს ჰქონდა მარტო და იმას რა კგბ-ს. სამეჯდი მანქანა ინგლისური საათი შპიონს რა ჰქონდა აკგბ-ს. ხო და ხელით ნაწერი გავაგზავნა და დონალდ კეო ხელ ვინ არის რო იცოდეთ რა დონალდ კეო აი მაგალითად მორწმუნე რო იყო და 12 მოციქულიდან ერთ-ერთს რო გაუგზავნო წერილი და იმ რომ მიიღო და პასროგი პასუხოს. აი ეს არის დონალდ კეო რა. და მე ვიპასუხა რა. წერია რომ ჩვენ ნაღდი ქართველები ჩვენ ვართ მეთქი ჯორჯია შენ რა ხართკო. შენ ვართკო. როგორია? თუთოში რო ხარ. მე ჩამოვიდნენ და მე აი შევეთქი რა სტანდარტები და მე ესეთი სტანდარტები დაგვიწესე სამშენებლობის. რომ თვითონ ვინც ჩამოვიდა ხალხის შენებლობის ამბავი. ხალხის რეორგანიზაციის და სტანდარტების მოგების იმხელა რაღაცები დაგვიდეს რომ იმათ ეგონათ რომ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. და თავი მოვიგალ და გავაკეთეთ რა. თემო როგორ მიხვდით ვის უნდა გაუგზავნო წერილი? აი როგორ ჩავიდა ეს წერილი? ახლა მე მართლა მაინტერესებს აი ვერ წარმომიდგენია ხელნაწერი წერილი საქართველოს მე ეს წერილი ჩავიდა და ნევილ ნისდელი იყო ესეთი ირლანდიელი ჩამოვიდა საქართველოში ამერიკიდან წარმოიდგინე ეს ხდება რა ეს მოგაგონების თემაა ანგელოზის თემა ხო და ჩამოვიდა საქართველოში ეს წერილი ჩამოვიდა ერთი მაინტერესებს აქვეყარა მე ვარ ირლანდიელი ვარო
ეს პატარა ქვეყნიდანაო და ესეთი შრომით, წყალებით ირლანდია ესე დონეზე გავიდაო რა. და დაინტერესდა ჩვენით. და ჩამოვიდა მართლა ესეთია, ესე ხდება კომუნიკაცია, ურთიერთობა, ესე ხდება. დიდი თემები ესე იწყება რა. ყველა დიდ თემას თავის ისტორია აქვს. თემურ ერთი თუ სტივ ჯობსმა გარაჟში გააკეთა და გჯერავს და ჩემი რა გვაგჯერავს. ხო. სტივ ჯობსი ადამიანი მართლა ჩემზე გენიოსია, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ დაჯერების პროცენტი არის, მეც უნდა დამიჯერო. რა დამიჯერებ შეიძლება? თემურ საბჭოთა კავშირი პეპსის უშუებდა, ხო? საბჭოთა კავშირი პეპსის უშუებდა, იმიტომ ცვლიდა პეპს ბარტერი იყო. სტალიჩნაი არაღი რო იყო, სტალიჩნაი ვოდკა მაშინ ცვლიდნენ. მაშინ არსებობდა საიუზ რაღაც პრომტორ რაღაცა. რუსეთი უშვებდა პეპსის? არა, პეპსის რუსეთიც უშვებდა, ნორასისკში აკეთებდნენ და მაშინ რა ქვია, ბაბუშერაში. ისოდით საბჭოთა კავშირში პეპსი იყო. აი და კოკაკოლა არ გამოდიოდა. კოკაკოლა არ გამოდიოდა. არის. სხვათაშორის პეპსიკოლას ჩვენც უშვებდით, ჩვენ ქარხანაში ოღონდ კატასტროფიული ძველი მწვანე ბოთლი რო იყო. გასაშინელება იყო. კითხვა მაქვს. მე როგორც მახსოვს ერთხელ სადღაც წავიკითხე თუ მოვისმინე რომ ედუარდს გახსნაზე შეიშალა კოკაკოლა და ახსნა პეპსი. იქ მართალი ამბავია? კი არ შეიშალა. შევარდე ერთი უდიდესი როლი აქვს თვითონ შევარდეს რაღაც შევარდე იყო ავტორიტეტი, ბრენდი იყო. თვითონ ბრენდი იყო. შევარდე იყო ბრენდი. ეხლა ჩვენ ხშირად საუბრობენ აი ჩვენ რა ქვია უსინათლობა, უშუქობა, და შევარდეს აბრალებენ, მაგრამ შევარდემ რო გადახია პირველი ნატოს მოთხოვნა შევარდაძის იყო, ბაქო ჯეიხანის შევარდაძის იყო, არვაგა სამშობლო წყობა შევარდაძის იყო, დიდი ტრიბუნა გამოვიდა, პარტბილეთი გადაუდო შევარდაძის რა ეკრა მეტი ახლა. და ჩვენ უბრალოდ ეს ისტორია შევამცირეთ და ცუდი რაღაცები ამოვიღე და კარგი დავივიწყეთ, როგორც ხდება ხოლმე და გავიწვეთო, კაცი გარეთ საჭმელს ვაკეთებდი და რაღაცა და რა ეხლა შევარდეს ემურგესი თუ რუსის ჯარი იდგა და დენსარუშებდა რა, მარტო ხარ იბრძოლებდა. წავიდა კაცი აფხაზეთში, ბოლომდე იყო და ეხლა თქვა სიტყვაზე, ხო? კაცმანის პოდკასტს ენერგიით ავსებს სოკარი, თქვენი ბიზნესის საწვავი. შევარდაძის როლი, თქვათ, იმ დროისათვის, რომ წარმოგეჩინა რომელი ქვეყნიდან ხარ და პირველი იყო საქართველოს არავინ არ იცოდა, ტყილებს სულ ჩვენი ისტორია, არავინ არ იცოდა ჩვენი ისტორია. არავინ არ იცოდა არა. დღესაც არ იციან. ის ჩვენ დავით აღმაშენე ვინის არავინ არ იცოდა მეგობრო რა ვიცი და ვიციო მე და შენ გადაცემა საჭკა დაუბრიდავენ, მაგრამ სიმართლეა ლაპარაკო ჯობი ეგრე იყოს რა. ვინის თამარ მეფე არიციან, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი პიროვნებები ჩვენ გვინდა რომ იცოდნენ. ჩვენ გვინდა და უნდა იცოდნენ კიდეც. ჩვენ მაგის მილიონებს ხარჯავთ, რომ ქართული ღვინო გავყიდოთ თქვათ და ტურისტული თემა და საქართველოს ჩამოდით ბათუმი, საქართველოს ჩამოდით ქობულეთი, შავი ზღვა მთა, ვისაგებ კაცო, შავი ზღვის მეტი რა არის და მთების მეტი რა არის, ამგვარად და ხის მეტი. ბუნებებია ისეთი პირს დააღებ. ჩვენ ჩამოიყვანოთ ადამიანები ჩვენი ისტორიით. ვინ ცხოვრობდა ამ ქვეყანაში, ვის სანახავად ჩამოდიან. მე გეტყვით მოგლე ისტორიას. ტურიზმის მოზიდვის თემა რო ჩავთოთ. მამაცი გული გახსოვს ფილმი? რომელი ქვეყანა შოტლანდია, ხო მე მგონი. შოტლანდია თუ რაღაცა. მამაცი გული რაღაც სხვა კინოსკენ წავედი მე. არა, მამაცი გული არის ერთი ძალიან ბრუსვილის ბატონო? მელ გიბსონი, ხო. ხა, მელ გიბსონი თამაშობს. ხო, მელ გიბსონი თამაშობს და ისა რა ქვია. ვერე ამ ფილმის მელ გიბსონი ზეგლი დადგეს იმ ქალაქში. და ხალხი წავიდა სანახავად. ფილმმა მოიტანა ამ ხელა ფილმმა და ზეგლმა. და წავიდა და სულ ადადიოდა იქ ხალხი.
ჩვენ ყავს უშველებელი ისტორიული პიროვნებები, რომლის სანახაოდზე ჩვენ რითი და ღვინით. გავხენ ახლა იტალიას, ესპანეთს, საფრანგეთს ღვინით როგორ გააკვირებთ? ან ბუნებით. ვერ გააკვირებ. ან ზღვით. ვერ გააკვირებ. ესპანელს ახლა ასანაპიროები აქვს, ხო? ბულგარეთს ოქროს ქვიშებს ეძახიან და ჩვენ სადა ვამყრა პლიაჟზე ვერ გაივლი. პლიაჟია თუ რა ხარ სანაპირო. ამიტომ ჩვენი ისტორია გაცილებით დიდია ვიდრე იცოდნენ და შევარდნაძის სახელს რო ახსენებდი. კარები ღიარი. ნახელა სახელი დატოვა რა. წარმოუდგენთ მე მაგალითად მე არ ვიცი ახლა იმდენი ის მეყოლება რა ქვია ოპონენტი, მაგრამ არ მაინც მე საერთოდ არ მაქვს მაგას ყურადღება, ჩემზე მეგობრებო არ მოქმედებს ეგ. არც ერთი ისა მე ვიცი ვინც ვარ და ისი გავკეთებელი სხვა და ის გაკეთებას ვაპირებ და ამიტომ ისა რა ქვია და ღია იყო რა. ბრენდი იყო. ბეიკერი პატივსცემდა, ბუში პატივსცემდა უფროსი. გერმანიის კანცლერი თოლითო რომელსაც ხო თავის თავაცებდა და საგარეო საქმეთა მინისტრი მაგის მეგობარი იყო გენშერი. ის ბერლინის კედლის გმირი რა ეხლა ამ კაცმეთ და დავიყვანეთ რაზე იცი რომ ხან გარეთ ვაკეთებდით ცეცხლზე საჭმელს სიცხვილია რა. ანუ რეალურად შევარდნაძემ ჩადო თანამედროვე დამოუკიდებელი საქართველოს საფუძვლები ჩაყარა. ის მაგერო დღეს ისტორიაში შევარდნაძე არსებობდეს კარგ ნაწილში. შენო სულთანეთად კარგნაძე ჩვენ გადავშალეს უნდა გადავაგდეთ. თუ ყველაზე არ ხვდებით ამას? ყველაზე იმის მაგეროთ რომ მიშა სააკაშვილს რომელსაც 99% აგებდა ხმას და ქონდა ცხოვრების თავის შემოქმედების რაღაც და მოღვაწეობის ნაწილი რომ საქართველოს აქცია სხვა ქვეყანად რა თქმა უნდა თავისი უშველებელი მინუსებით რომელიც თავის თავს უნდა დააბრალოს და რა ჩვენ დავუყოთ ზოგი იყო ზოგი არა შეგვიძლია ზო ნოლიდან რატო ვაუფასურებთ ყველას სრულიოს თავისი მაგდენი არის მართალით აი თითქოს ეგრე გამოდის მაგის ასრა მეგონი ზართული იქნება ჩვეულებრივი ადამიანისთვის მაგას ოდა რაღაცა შესწავლა უნდა ესე ჩქარა ვერ გიყვარს მაგის ცოდნა არ მაქვს მაგრამ ის ვიცი რომ ნოლიდან ყველაფრის დაწყება არის ცუდი მომავალი არ აქვს ესე იგი წარსული არ ქონია ჩვენი ისტორია იწყება 9 წლიანი 12 წლიანი 7 წლიანი 3 წლიანი და როდესღაც მოგონდება რომ ჩვენ ვინოს ვაწარმოებთ 8000 წელიწადია. ხანდახანაც არ მოგწონს 8000 წელი თუ აგეთებთ, ვინოს კაი ვინო გავაკეთე შევშახარშენ რა თუ ვერ ისწავლეთ. თემა ვერ ვიფენ, იმიტომ რომ ბევრი შენაირი რესპონდენტი არ მყავს და ეს კითხვაც იშვიათად შემიძლია დავსვა და შენთან დავსვა. შენ აკეთე საქმე და ბიზნესი და მეწარმეობა საბჭოთა ფორმაციაშიც ედიკას დროსაც ნაცების დროსაც და ეხლაც. დიახ. ანუ 4 ფორმაცია გავი. ყველაფერს მოვერკე. ყველაფერში იპოვე შენი წერტილი და ხო. მაინტერესებს ხო რეალურად როგორ მოვერკე, როგორ გადავჭი, როგორ ტრანსფორმირდი, როგორ გადავჭი, როგორ მოვერკე. თუნდაც შენ კოკა-კოლა და ეგ რომ ლაპარაკობდი მიკრელებზე ერთ-ერთი მე ვიკრება ალბათ, ხო, რომ მოვერკე. არა, მე კითხვა, შენ ატარე კოკა-კოლა კიდე, როდესაც ქუჩაში იყო მხედრი. ხო? ეგრე გამოდის, ეგ პერიოდი. ფედერატორას გამიგე ჯაბა იოსელი ჩემი მეგობარი იყო ხოთაშორის. ჯაბა კასტანტინოვიჩი. გიჟდებოდი ისე მეყვარდა, სერიოზულად გეუბნები. ძალიან დიდ პატივს, ისაც პატივს შემდა ძალიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მჭირდებოდა. მე ერთ შემთხვევას გეტყვი, მხედრიოთან დაკავშირებით. იცი რა პერიოდია? აი რას ნიშნავს? აი რატომ მიყვარს მე ქართველი ერი? აი რითია საფატისმცემულო, არა მარტო დავით აღმართა ისტორიით, აი ჩვეულებრივი ადამიანი ისეთ რაღაცას იტყვის ხანდახან რომ მთელი ცხოვრება მისი სახე და ტექსტი არ ამომდის გონებიდან. ესეთი მომენტი იყო, ეს ნახატავები ახლა მას შაქარი საქართველოში არ იყო. ვინც ჩვენი პერიოდის ხალხი გარ დიდ მაღაზიაში არ ეკიდებოდა შაქარი.
ჯერ მაღაზიაც არ იყო სხვადასხვის, მაგრამ არც მაღაზია იყო, მაგრამ შაქარიც არ იყო. მაღაზია რო ყოფილიყო შაქარი იყო, მოკლედ ორივე არ იყო. არც მაღაზია იყო, არც შაქარი. ხო, ეხლა დაიგეგმა კოლგოლის წარმოება, გავამზადეთ ყველაფერი, მუხტარკენტი ჩამოვიდა, გაგიჟდა და გავხეხეთ ის მანქანების შევღებეთ, გავაწითლეთ. და არ ვიცი, გადავღებეთ მთელი ის რა ქვია, რაც სადაც ხელი მიმიწვდებოდა. ხო და შაქარი არ გვაქვს. თურქეთში ვიყიდე 12 მანქანა ესეთ დავარქვათ შაქარი. ტრაილერებზე საუბრობთ. ტრაილერები და მაშინ გადარიცხები არ იყო. ფულის საბანკო სისტემა არ იყო, არაფერი არ იყო. ლარის მაშინ იყო კუპონებით, მე მგონი ლარი არ იყო ჯერ. ერთი სატვირთო მანქანა კუპონი გადავახურდავე, მაშინზე მანქანებით ვახურდავდით, ისე გადავახურდავდით. ერთ სატვირთო მანქანა გადავახურდავე, მეორე სატვირთო მანქანა ლარები გადავახურდავე. დოლარები ჩავაწყე, მაშინ რა ქვია დიდი ჩანთა იყო, მაშინ მოდაში იყო ჩანთებით სიარული. кейსი? არა, кейსი მე შევედი, ჯერ იყო დიდი ჩანთები. ერთ ჩანთა მაქვს სახლიდან არ ვაგდები, როგორ დავდიოდი იმითი ქუჩაში, ვერ წარმოიდგინე. ჩამოდანე იყო, ჩვეულის შემოდანია სამგზავრო. ამ ხელა რაღაცა ჩავა. რა ჩამედო შინი, ფიქრობდი და რა ჩავედო შინი რამე იდოს. და ჩავდები ჟურნალებს, ტყილი ჩაწერებით, წერდი, წიგნები, რაღაცა დავდივარ იმითი. მithom საქმიანი ვარ რა. ხო და იმ ჩანთით წავედი თურქეთში, ის რა ქვია, სავედლად შაქრის. ეგრე მოვიდა ბოთლზეც. ნუ გადავედი. დეკლარირება არ გავაკეთე. არ ვიცოდი, რომ დეკლარირება უნდა გავაკეთო და კიდე არ გავაკეთე შეიძლება და წაერთო კიდეც. მივედი სადაც უნდა მეყიდა საბითუმაში და როგორ იხდი ფულსო, როგორ იხდიო. და სიტყვა რომ დამისვა, როგორ იხდი გამიკრიტა, რას მეკითხება ეს კაცი რა. letter of credit მითხრა ის ტასე ბარავდე მე ვთქვი ეს გიჟი ხარა მე ვთხარი რა ტერმინებს ამბობ რა ტერმინებს ამბობ და გავხსენი და ეს გადავარ შეიძლება დაინახა შეშ წავედი ეს ხოლეს ხუმრობი და ეხლა წამოვიდა შაქარი მოვდივართ ხედი რომ მითხე და იყო სხვადასხვა საძმოები ტრასაზე სიმონეთის საძმოები საძმოები და გამოგეყნო სად გაიგონებთ ეგეთ ამბებს ხო და მოვდივარ ეხლა ხო და გამოჩერე სიმონეთზე ღამეა მე მყავს შვიდისფერი მერსედესი მარტო მე მყავდა შვიდისფერი მერსედი მოპარული იყო პოლონეთში და არ ვიცოდი მოპარული რომ ვიყიდე მოპარული იყო და პოლონი ნობრებია მე რა ვიცი მოპარული იყო ვიყიდე ფული გადავიხადე და იმაში გავაფორმე ყველაფერი დაფორმდა ჩაოლები ჩაოლებრივად არაფერი პრობლემა არ იყო და მოპარული ყოფილა მე გავიგე ეძებნა თურმე ხო და მოვდივარ და სიმონეთის საზმომ გავაჩერე ეს გავჩერდი ახლა მე იმდენი დასრულებული ყავდა მხედრიო შემეძლო რომ ლაპარაკი შემეძლო დღესაც შემიძლია ხო და გადმოვედი ნუ ეხლა საქართველოს 99% მსროლ მოსახლეობა ტრაბახავდით მაშინ ისე რა არა რომელი ხარ მე ვთხარი რა გიდევს მანქანებზეო მე ვთხარი შაქარი მეთქი და ესე იგი აფსი დაემზავს ბრედ ისეთი გალამაზდა უცებ შაქარი ეს რა გავიგო შაქარი ხო შაქარი სიტყვა ხო თვითონ ძალიან მიძვირე შაქარი გაუთქვა შაქარი მითიყავი ხო გაიგია შაქარი განიცდა შაქარი რამდენი მანქანა 12 აი კაცო აი და ხო ჩვენთან რამდენს დატოვებო მე თვითონ დატოვებდი როგორ მე დატოვებდი ეს როგორ მომეს ის მაწება და მეც უკან არ ვიხარ. კი მაგრამ ნეში დიდი ძიძგილეობა მიდის რა. ხამას არ აქვს მნიშვნელობა. აქ მიდგომას მნიშვნელობა. რადგან ამნენ შაქარი თუ მოხარ რა მიყოფილიყო შენო. ხო და სიკვდილი გირჩევნია თუ რაღაცა სიკვდილი რაღაცა ისეთი თემები მიდის დამოქრების და
მეუთხარი მეგობრობათი ყოველ უნდა ჩამოასხო ჯიგაროთ ხო რაო ყოველ უნდა ჩამოასხო დედას მიცობა ამის შეიძლება შეხა ერთი წელს მოვაკლო მეთქი რეცეპტურა დაიღოვათ ხო არ გამოვათხო რა უნდა ეს შაქარი ჭირდება ყოველი ჩამოსვა რას ლაპარო ხო საქართველოსიო კივე ერთი 4 ბიჭი დგას უკან ოტრიალ და სიმო ბიჭო კოგოლოს ასხავე ორია საქართველოსიო მე ოთხარი მის რეცეპტურა გაატარე გასო შაქრუთ აბდიხანს უდო ხარებული ოღონდ კოგოლა ჩამოსკო დედას მიცოლა ხაც ემოციები თავარ გავგიშდი მე ერთი ტომარო ხორვა ჩუქებეთი მაგრამ მომერიდა შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ხო რაღაც ხო ეს ტომარა ჩამოვე რაღაც ცოტა ისეთი ცოტა დაბალ დონეზე დავიყვანდი ამ ტიპებს და წამოვედი რა კოგოლა ჩამოსვლა არ ვიცი ფედრიონი იყო ესე ფედრიონი და იმ ტიპა სიმონეთის საზღო ტაშით ხوار გადაცილოთო მისლა და ეს არის პატრიოტიზმის კი არა ეს არის სამშობლოს სიყვარულის პატარა მომენტი როგორ უყვართ თავის ქვეყანა ჩვენ ხალხს მე ჩამოვედა ჩამოვასხა თემურ მე ვამბობ ეგეთ რაღაცას აი სტილი რო ქიწევან რა შემოიტანა ხო გოგონა მე ვახსენე რომ ლიმონას ასვავდნენ მაშინ რა ქვია ზაფხულში თქო მაცივარი არის და მაცივრები რო ჩამოვიტანე ეს ოპენდობები იყო ეს კოკაკოლას მაცივრებზე რა ამბავი ხდება ხო მაცივრები ჩამოვიტანე ვინ არ მირეკავდა მაცივარი დამბათქებევინე თუ ძმა ხარ რა აი მაცივარი კოკაკოლის წარწერით იყო როიანი ას ხო მაღაზიისთვის უბანში წარმატების ფორმულა იყო ხო მაცივარი გეტყვი ხო ჩამოვიტანეთ როგორ და გავხსენეთ ეგ იყო ოპერა გავხსენთ რაღაც კატასის იყო აი ეს იყო იწყებოდა გარდაქმნის აი რასაც აი რაღაცის ნენა დანერგვა ნუ მე ზამოვიდა შურიანები რომ ბილები შივად მე წამოვიდა რაღაც ფაში და რაღაც ისე მაგრამ არ უნდა მიაქცია ყურება ეგეთ სისულელს არ უნდა მიაქცია ყურება თემურ გითხრა მაგრამ მე როგორც მასოს ქართული კოკაკოლა წყლის და სიროფის როგორც ნაზავი ანუ ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო სოფლიოში აი ჩვენ დავსახურებაცაა იმიტომ რომ ადამიანები ესე რომ საუბრობენ ეს არის სწორი მარკეტინგული შესწავლა, სწორი მოქმედება, დაჯერება და რაც შეეხება წყალს, ცოტა გავუსწრებ წინაპირობას. ეხლანდელი სიტუაცია დიდუბისგან განსხვავებით აბსოლუტურად შესული, იმიტომ რომ წყალი, რომელსაც ჩვენ ხმარობთ, ამ მიდამოებში სპეციალურად ავაშენეთ ქარხანა, რომ ის წყალი წყლის შემადგენლობისთვის მიგვეგნო, რომელიც არ საჭიროებს ისა ქიმიურ ჩარევებს უფრო ნატურალური უნდა იყოს ბუნებრივი ელემენტებით გაჯერებული, უფრო სუფთა, უფრო დახვეწილი და ერთ-ერთი კომპონენტი დიდია და მეორე დიდი წარმატება ქონდა კიდე ჩვენ ახალციხეში და ვარდიაში ნახშირორჟანგი აღმოჩენილი იყო, მაგრამ ავითვისეთ და სწორ ტექნოლოგია დავნერგეთ. გაზ, რომელსაც ჩვენ ხმარობთ, არის ნატურალური გაზი, ბუნებრივი რაღაც მიღებული და ყველა ინგრედიენტი, რომელიც მაგას ბორჯომის ხმარობს, ხო? ანუ ბორჯომისაც ხმარობს. ეს ახალი ტექნოლოგია, ეს საერთოდ ფენომენალური ინჟინერული გადაწყვეტილება გავაკეთეთ, რომ სინგაპურიდან ჩამოტანილია, ხო, და ეს დანადგარები ჩამოვიტანეთ ძველი. მე გერმანული, მე ესე იგი წყლიდან ვიღებთ გაზს, alles ვაცალგევით, წარმოვიდგინე ყველა მოსაყოლათაც რა კარგია, ხო? პროცესი საინტერესოა. წყლიდან ვიღებთ გაზს ვათხევადებთ, ვასხავთ ცისტერნებში და ვაწვდით ბორჯომს და მთელ ინდუსტრიას, ვინც ამას ხმარობს და ჩვენთან ეგილია. ძალიან მაგარი თემა, მაგით ძალიან ეგეც სატრაბახოა, ჩემი აზრით და ის მეორეც, ფუნთუშას რო უშვებს საქართველოს მაკდონალდსის, რომელთაც მარაგდება რამოდენიმე მაკდონალდსის ბაზარი. არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ ფუნთუშების ქარხანა მაკდონალდს რომელიც შევაშენეთ, საერთოდ თვითონ მაკდონალდსი რო გადავერთოთ, მაკდონალდსის სტანდარტი საერთოდ
წარმოუდგენელი ურთულესობს. ყოველგვარი რთულია ძალიან. ძალიან რთული სერვის სტანდარტის არის უზარმაზარი სერვის. ძალიან დიდი სტანდარტებია. და ეს სტანდარტების ათვისება, ამ სტანდარტების შესწავლა ხდის მე ადამიანებს, რო თქვი რა უნდა გააკეთონ, სტანდარტების მე ადამიანს ხდის უფრო დახვეწილს, უფრო წესიერს, უფრო ორს და ქვეყნის მიმართაც, ხო? მაკდონალდის და კოკაკოლის ბიუჯეტი შენატანი ორივე ერთად წელიწადში არის დაახლოებით ალბათ 120 მილიონი. საქართველოს ბიუჯეტის კონტრიბუცია წელიწადში. ხო, 120 მილიონი შეუძლია ორი კომპანიამ 120 მილიონი. მე ვფიქრობ ცოტა თანხა არ არის. არ არის ცოტა. და მეორე მომენტია რომ ეს ბიუჯეტი შენატანი. მეორე მომენტია რომ ჩვენთან კოკაკოლაში ვინც მუშაობს მე ვფიქრობ აი მაგალითად ძოლის ხელფასი ჩვენი დელივერი ვინც მიწოდები ძოლის ხელფასი ევროპის ბევრ ქვეყნებზე დაახლოებით ახლა იღებენ ევროპის ქვეყნებზე შეადარო $1200 ძოლი. ევროპაში ბულგარეთში და ისინი 800, 700 ესეთ ხელფასი ჩვენთან გაცილებით სხვადასხვა ადამიანს იცით როგორ არის რომ მე როცა ვსაუბრობ რომ საშუალო ხელფასი საქართველოს ხელფასს რო შევეხოთ არის ამდენი არ მიმაჩნია სწორად. იმიტომ რომ საშუალო ხელფასი განისაზღვრება თქვათ ყველას ერთად ხელფასი გაყოფილი მოსახლეობის რაოდენობასია ხო საშუალო მე მგონი ესე მათემატიკა ირექრება სხვა როგორ თulis არ ვიცი. მაგრამ როდესაც ადამიანს აქ 1000 ლარი და იმას ეუბნები, აი ხლა მოთახში მე რო ვზივარ, თქვენი საშუალო ხელფასი იქნება დიდი. ჩემ ხალხს. მე რო გავიდე, თქვენი ხელფასი იქნება პატარა. ესე იგი საშუალო ხელფასით არ შეიძლება განისაზღვროს ადამიანის კეთილდღეობა. თითოეული ადამიანის უნდა კონდეს განსაზღვრული თქვათ, რამდენი საშუალო ხელფასი რამდენი იყოს ზოლთან, რამდენი უნდა იყოს ტექნოლოგიებთან, რამდენი უნდა იყოს გაყიდვების ბიჭებთან, როგორ უნდა იყოს ბონუსების სისტემა, როგორი ინტერესი უნდა კონდეთ. რატომ უნდა მუშაობდეს ადამიანი, ხომ უნდა იცოდეს. მოტივაციაზე ვაპარაკ. რა თქმა უნდა, ეს მოტივაცია არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ფორმულის ნაწილი. ხო? თემურდა მართალია რომ კოკაკოლას უფრო ტკბილი არის მაკდონალდში. არა. იქ მაკდონალდში როდის მიწოთო ხშია. და როცა ხშია ყველაფერი ტკბილი გონია, ამიტომ შიმშილს დააბრალე ვიდრე ხშია რა. ხო, ისე თუმცა მაკდონალდსის წარმატება ყველაფერი ხომ მოგწოვა რომ შეჭამბერე დამაჭა მოვიზახით ხო. მაგრამ ეს კოლაბორაცია კოკაკოლას და მაკდონალდს შორის ალბათ მაკდონალდსისთვის საკმაოდ დიდი. მაკდონალდსი აჭმევს 75 მილიონ ადამიანს დღეში. თელს სოფლის არა 75 მილიონი იყო ბოლოს რაც წავიკითხო. შეიძლება მეტია, მაგრამ ბოლოსაც მახსოვს ეგ არის და კოკაკოლა ილევა 2 მილიარდი დღეში. ხო, 2 მილიარდი. 2 მილიარდი. მე ჩავიხედე, ზუსტად ვიგზადებოდი სანამ შენთან მოვდიოდი, გადავხედე ბოლო ციფრებს და მგონია რომ კოკაკოლა რო არის მაკდონალდსთან პარტნიორობაში, მგონია რომ ეს წარმატების ფორმულის ნაწილი არის თვითონ მაკდონალდს. მაინტერესებს ეს ავტომატურად კოკაკოლას მოყვა, ანუ მაკდონალდსი, ანუ რეალურად ამ პარტნიორები როგორ გახვედი, ანუ პრაქტიკულად ხო, მაკდონალდს როგორ ჩამოვიდა აქ? ეს კოკაკოლის თემაა რაც. კოკაკოლამ გაგიყვანა მაკდონალდზე უკვე? არა, მე თვითონ კოკაკოლას გამოვართვი, ვისთან შეიძლება მაკდონალდზე საუბრები. კონტაქტი და მე თვითონ კონტაქტი. ანუ აქედან გაგზავნილი წერილი ატლანტაში და უკვე ჩიკაგოში ჩასვლა უკვე ჩიკაგოში მე ჩავედი მე უკვე. თემო როგორ გამოგდიოდა? ეხლა მე ვიცი რომ როგორ გამოგდიოდა უცხოური დიდი კომპანიების მოლაპარაკებებში დათანხმება პარტნიორობას. რა იყო ის რაც შენი აზრით ვერ პასუხი. მონდომა. ეს ხო მონდომა არის, ანუ რომ მოგინდა, ხომ და დავინახო ეს პოტენციალი. როგორ გამოვიდა არის, ვერ გეტყვი. მე მაინც მგონია რომ
სასწავლების თემა. სასწავლების თემა გონი. თემურ, მაინტერესებს. ის თქვა ედისონმა. ხო, ედისონმა თქვა, რომ გამომგონებელმა. რომ ანგელოზი თუ დაგაგონებს, თუ გძინავ და მთვალი ხოლო, დაბრეტინი ხო. ვეღარ გაგაგონებს სხვასო, ხო? თემურ, მართალია, რომ ჯაზ ფესტივალის ყველა სტუმარი იყო სადელზე შენთ? სახლში? ხო. არის რესტორანი მაშინ და სახლში მეყვოდა, სადამოყვანა. რამე კურიოზი ხوار გახსენდება, რამე შენთან იმდენი შოუ ბიზნესის ვარსკვლავი არა. სახლში რომ ამოვლენ ყველაზე ცნობილი ხალხი სოფლიოში კურიოზი არა, კურიოზია, სახლში რომ ამოვლენ. ან შენ და სახლში დამყოფი არის თელი შოუ ბიზნესი, რაც კი საქართველოში დამყოფი. გიყვარს მას მიზლობა ზოგადად ადამიანების თუ აი რა იყო გიყვარდა ეხლა მბეზდება ვიღლებ კი არ ვიღლები უბრალოდ ერთი რო ხდება ეტელიერა ეტელიერებს თემურ ვის ზრდი შენ შემსვლელად მე არ ვსაზრდი თვითონ და გაიზარდნო გიფიქრება მაგას არ მიფიქრია ჯერადია მაგაზე ფიქრი. ჯერ კიდევ ბევრ რაღაცას გააკეთე. რა თქმა უნდა. თემურ, დავუბრუნდები იმ თემას, რომ დავაპაუზეთ. ვახსენე თავისუფლებას. ჩემს დანიშნავანია ეგ თემა, რომ არსებობს ალბათ თავისუფლების რაღაც განზომილებები, ხო? ეკონომიკური თავისუფლება, ენერგეტიკული თავისუფლება, მენტალური თავისუფლება, ანუ რაღაცნაირი თავისუფლებები. შენ ერთ-ერთი ბიზნესმენი ხარ, რომელიც ღიად გამოხატავს თავის პოზიციას. მან შეს ქვეყანა ღიად რას ნიშნავს? ნუ ღიად საჯაროდ ღიად დაადვარე თუ რამე აი ყველა ძალიან მიგვირსა ეგ რატო აქ ვირობა ღიად ლაპარაკი გმირობა არის თავრობას მოერგეო ხო და მე კი არ მოერგე მე არ მithქვია მოერგე როგორ გაუძელი როგორ შევძელი როგორ შეძელი ტრანსფორმაცია ჩემს ეგ ტრანსფორმაციაა იმიტომ რომ ის დროს სხვა რაღაცებს მოითხოვდა ალბათ ჩემგან მეორე დროს სხვა რაღაცებს მესამე სხვა რაღაცებს და როგორ შეძელი სიმართლე ერთი დრო მარტო სიმართლით და კანონის იმ კანონების დაცვის რაც არ უნდა ცუდი იყოს თუ კარგი რომელიც ქვეყანაში არსებობს მე ამ ოთხივე მართავს ხო ეს სიმართლე სხვადასხვანაირად ესმოდა და ჩემს მნიშვნელობა არ ქონდა იმაზე როგორ ესმის მე რომ ადამიანს ვესაუბრებ რომ ვიციო მე მართლაც ვესაუბრებ სულ არ მაინტერესებს ის როგორ გებულობს ან შენ პრინციპებს არ ღალატ მე არ მაინტერესებს ის როგორ გებულობს არ ერგებ მე ვსაუბრობ ნაც და ეს არის ესე იმას თუ სწორად ვერ გაიგოს იმის პრობლემა შეიძლება პრობლემა თემურ არ ვშავთხოვ მიუხედავად იმისა რომ თქვათ შევანესა რომ ახლა ურთიერთობა მქონდა მე ვიდრე მიშა სააკაშვილთან არავისთვის არაფერი არ მithხოვია არც თქო არასოდეს აი მაგალითად კახაკალაძესთან არის შვილ ურთიერთობა მაგრამ არავის არ მithხოვია რომ რაღაც ადგილი მომესიდის გამო და ყოველთვის მონაწილეობ იმ ტენდერებში რა ქვია აუქციონებში სადაც არის და ძირითადად ვიგებ იმიტომ რომ აუქციონში რომ შევდივარ ვიცი რისთვის შევდივარ და სანამ არ მოვიგებ არ მოვეშვებ შევედი უნდა მოვიგო ისო ვიღაცა მომიგოს უფრო მეტი გადაიხავს არ გავაკეთებ ბოლომდე გავყვევი და მაინც მოვიგებ შეუპოვრობაა ეგ რა თქმა უნდა არა ბიზანტიას შეუპოვრობაზე თორე ალბათ თემურ ძალიან მნიშვნელოვანი არის ვახსენეთ ეგ საკითხი და არ ამოვზურეთ მაკდონალდს აქვს ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი პროცედურების საერთოდ მაკდონალდსი ბიზნეს სკოლებში მეც მათ შორის მაკდონალდსის кейსებს ვსწავლობდი operational excellence როგორ თქო ოპერაციული დახვეწილობა ხო? ოპერაციულ დახვეწილობაში მაკდონალდსის кейსები არის პირველი იმიტომ რომ ასეთი ეფექტური და ეფექტიანი პროცესები როგორიც აქვს მაკდონალდს გათვლილი ძალიან ცოტა კომპანიამ შეიძლება წაიყვეხნოს მსოფლიოში. ამ პროცესებში შეიძლება ადამიანების ზრდა, გამოზდა, დანერგვა როგორ გამოგივიდათ ეგ?
თან ჩვენ სერვისზე ორიენტირებული მე გამომივიდა მაინც არა ვართ მე მგონი აზროვნე. აქ როგორ არის ცი რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი წეგარა დინდა გაზარდა ხო და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი მაგდონალდის თემაში შემთხვევით არის თუ კანონზე ვეთარუში თეგა კაბანაძე რომელიც რა მაგდონალდის მართავს ხო ცოტა დავდივართ შეხვედრებზე წელიწადში ორჯერ მაგდონალდს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტრეინინგები აქვს შეხვედრები აქვს მეგობრობთ სხვა ერთად მე მგონი 20 წლიდან ხო თუ რა ძალიან პატარა იყო თეგა შენ 21 წლის იყო ხო და იმდენად ძლიერი ავტორიტეტი გვაქვს ჩვენ მაგდონალდის სისტემაში სერიოზულად ვიძახი რითი ხარისხით რესტორნებში ინვესტიციით მოუვლით ყველაფრით რომ 2023 წელს ავიღეთ ტერნერის პრიზი ტერნერის პრიზი ავიღეთ რომელიც არის რავი იცი როგორია ნუ ამაზე არ არსებობს სოფლიო რესტორნების 1% ხდება კატამიმაში რა ქვია მონაწილეობასთან ეს თეგას დავსახურება მე საერთოდ არ მონაწილეობ იშვიათად დანარჩენ თეგამის ესაც ადამიანის ესაც გამიმართ რომ ესეთი პიროვნება შეხვდა ამ თემაში მაგდონალდს აქ აკადემია აქვს ადამიანებს ასწავლის უნივერსიტეტი აქვს თავი ჰამბურგერის უნივერსიტეტი კი ესე ქვია ჩიკაგოში მე ნაყოფი ვარ იქ მე ჩემ მეგობრად ეკასაც ვისწავ შეინევრად ერთ-ერთი იყო აი ეს პირველი გუნდი მე მგონი უკრაინაში გადიოდნენ სტაჟი არა პირველი გუნდი და ძალიან დიდი ინვესტიცია გავაკეთეთ ცოდნაში პირველი გუნდი გავაგზავნეთ ევროპაში ხან ავსტრიაში იყვნენ ხან სლოვაკეთში იყვნენ თელი ევროპა მოიარეს დღეს ამდენი რესტორანია უკვე 27 რესტორანი ქსელი ეხლა ერთ თვეში კიდე გაიხსნება ერისთავის ქუჩაზე იქ ერისთავის ქუჩა დილუბესთან იქ ახლოს შვიდია დაახლოებით 8000 კაცამდე არის მაგდონალდს სისტემაში დამუშავარი. სხვადასხვა პოზიციებზე არიან ახლა რესტორნებში. როგორც შეიძლება ჩემ მეგობრებთან ერთად რესტორანში შევდივარ, ქართულ რესტორანში, სადაც ან მენეჯერი გამოგხანდება პატივისცემით, ან ცვლის უფროსია, ბატონო თემურ, როგორ ბრძანდებით და ხალხს გონიოს რესტორნებში დავდივარ. და ეს ჩვენი ცნობილი ტიპები თემურ როგორ ყველა გიცნობს, სოლაგდათი ხარგაცო, ხან ერთ რესტორანში არა, იქ დამუშავე ხალხი მუშაობენ იქ და მიცნობენ. თემურ რა ჭირდება ჩვენ ქვეყანას დღეს და დამოუკიდებლობას რო ის შედგეს ერთი რაღაცა ჭირდება რა ვიცი ამდენი ვილაპარაკეთ შენგან სხვანაირი მოსასმენია ჩემთვის იმიტომ რომ ბოლო 30 წელია რასაც მე უყურებ მე ხა ისრაელიდან დავბრუნდი სასწავლებლად წავედი 15 წლის დავბრუნდი 18 წლის იმ წერტილიდან დაწყებული შენ სულ ჩემ რადარზე ხარ ჩვენ იცი როგორ არის აი დაჭირდება არ ვიცი ახლა ამის რეცეპტი ახლა გენიოსობას თავს ვერ დავდებ მაგრამ მე ერთი ფორმულა მომწონს რაც ჰაველმა გააკეთა ჩეხოსლოვაკიაში მაშინ ჩეხოსლოვაკია იყო თვითონ გაყოფერა ხო რომ როცა მე წავიკითხე ნიგუშარუას ჩემ მეგობარი იყო არაჩვეულებრივი ინჟინერი მაგრამ მაგის რაღაც თარგმანი იყო ჰაველის გარშემო და უყურებ ჩვენ პოდკასტს არ დაგავიწყდეს გამოიწერე არხი დაალაიქე დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ ესე იგი როგორ გააკეთე სამართალს დამცავი იყო სასამართლოს ყველაფერს აი ქვეყანას ვის მართავდა ძირითადად ხო ყველას უთხრა რომ ერთ დღეში გაანთავისუფლა ყველა სამსახურიდან და მე შერჩევი დაიწყო ადამიანების მიღება რომ მენტალიტეტზე მუშავა შეერჩია ხალხი რომელიც ახალი იქნება ჩვენ რაღაცა რატომღაც გონია რომ ასაკშირო ადამიანი არის გამოცდილი არ არის გამოცდილი შეიძლება იყოს
20 წლის ბიჭი და 22 ისეთი ჭვიანი იყოს, რომ ჯიბეში ჩაგვისვას უყოლე ერთად. რატომაც ესე გონიათ? წამახსენე თაობა და სულ არ ნიშნავს, რომ შენ მოვიდე და შენს მერე მოვიდეს ვიღაცა. იმიტომ რომ სანამ შენ მოვიდე, ის ვიღაცა დაღერდება. ანუ თაობაც ნიშნავს თაობა და ცვლას. და გავლენას გააკეთა. იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც რომ გაანთავისუფლა, მერე დაიწყო კვლევა, სად მუშაობდა, როგორ მუშაობდა, ბექგრაუნდი რა ჰქონდა და ნელ-ნელა დაიწყო შეკვეთილება. ჩვენ როგორ არისო, შეიძლება ერთი კაცი გამოიცვალოს, მოიყონოს თავის სამხანაგები, ან მეგობრები, შეადეპოდეს რომ ისეთ ადგილებზე, სადაც სხვაც რაღაცა ძირითადი ადგილებია, მაგრამ სისტემა თვითონ დატოვეს იგივე როგორც იყო, თავის შემადგენლობით. რაც განვითარებისთვის ძალიან ცუდია. და შეიცვალოს. თაობა უნდა შეცვალოს. მაგრამ არსებობს ადამიანებიც, რომლებიც თანამედროვე აზროვნებენ, მაგრამ ის სწორედ მეგონი არ სრულყოფილი კი პასუხი, მაგრამ რა ჭირდება ის თემო შენ კარგად გესმის საჭირდება და თვითონ აი მე უყურებ ესე რომ სოფლიოში ყველა ქვეყანა რაღაცას თავაზობს სოფლიოს, ხო? სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა რაღაცას თავაზობს. ზოგიერთ ქვეყანას ბუნებრივად აქვს, რა ვიცი, საკუთარი, რა ვიცი, ბრენდი. მაგალითად იტალიას ბრენდს აქვს ბევრი, რავი, კურორტებიდან დაწყებული, რავი, მუზეუმი, ყველაფერი. ეს ყველაფერი საჭმელი, სასმელი, სიმღერა, მოდა, რა ვიცი, აი ამ კონკურენციაში, სოფლიო კონკურენციაში რა შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენ სოფლიოს? ჩვენ როგორც ქვეყანას შეგვიძლია შევთავაზოთ, რომ იმზიდველი ვიყოთ, არ ვიცი, ტურიზმის, ინვესტიციისთვის, ინტერესისთვის, რაღაცნაირად ხო არის, მე ხა გისვა ამას წმინდა როგორც მეწარმეს, ადამიანი, რომელიც 40 წელია, რა ვიცი, საქართველოში ქმნის ბიზნესს, წარმატებულს, ანვითარებს. მესმის ეს ერთი და იგივე არ არის, სხვადასხვა კატეგორიებია, მაგრამ ძალიან საინტერესოა შენი ხედვა ამას. აზერო. ის რაც გვაქვს ამის შეთავაზება არ შეიძლება. არანაირად. იმიტომ რომ არავინ არ მიიღებს. ის რომ ძალიან რთული ის არის ჩამოსაყალებელი ჩემგან, იმიტომ რომ შეიძლება ვიცი, მაგრამ ვერ ვიტყვი. იმიტომ კი არა რომ ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ გძინეს კი არ მერიდება, მაგრამ ძალიან რთული თემაა რა, ჩამოსაყალებელი და შესათავაზებლად. ის რაც გვაქვს ამის შეთავაზება ძალიან რთულია და გაყიდვაც რთულია. გაყიდვაც რთულია. ძალიან რთულია, იმიტომ რომ აი კომპლექსურად რო შეხედო, თქვა, აი რას თავაზობ, აღმოჩნდება რომ დაახა იმას ნახო, ტრასები რა, როგორ ვიცი, არაფერი სუფთა არ აქვს რა. ქავანა ჭირდება გარეცხვა. აი გასარეცხია რა. აი ჭირდება გარეცხვა რა. გასარეცხია რა. ეს მენტალი მე აი სტუმართ მოყვარეობა ჩვენ გვესმის რომ უნდა დაალევინო. ძალიან ბოლომდე უდიჯიქა თუ არ სვასმა ჩაასხა. თუ ადარებ შეიძლება გალახონ. ხო, დოპატისობცე მომდენი გავაკეთე არ ჭამო. რთულია და არ რთულია. რთულია. თემურ, ძალიან ბევრი თეგასნაირი, რავი, გოგარობა კი, ვისაც მე ვიცნობ ბიჭები, ახალგაზრდა ნიჭიერები, რომელიც, რა ვიცი, 18, 19, 20 წლის ასაკიდან არიან შენს გვერდით და, რავი, თქვენი წარმატების ისტორია ერთად გრძელდება. შენი აზრით რა არის ის, რაც ამ ტალანტებს ინარჩუნებს შენს გარშემო და როგორ გამოგდის ამ ტალანტების გამოზრდა, შენარჩუნება და ახალი ტალანტების მოზიდვა? ანუ ამდენი პროცესი. თავისუფალი აზროვნება აქვს თქო. მე ხო იმათ შანსი აქვს რომ აქ მაინც დიდი დამსახურებას აქვს ბრენდს, რა ბრენდის სიძლიერე საქმე მარტო ჩემი თემა არ არის.
აქ და შენ თავს ბრენდად აღიქვა? მე ჩემთვის ბრენდად რა დონეზე? აი თემურ ჭყონი არის ბრენდი ჩემთვის. შენთვის შეიძლება არის. ხო და შენ თუ აღიქვა შენ თავს ეს? ვერ ავიქვა, იმიტომ რომ მე რო ბრენდად ავიქვა, ჩემო მეუღლემ სოფიკომ ესე ბრენდად უნდა მაღიეროთ. არც ერთი არ მაღიერებს. არც სოფიკო და არც ჩემი მეუღლე და რა ვქნა. ბრენდი მაგათი აზრი ჩემი მნიშვნელოვანია და არ ახარო მითხეს. აჰა. არ ახარო. მე არ უნდა რომ გავთამამდე. სადა შეს კოკაკოლის ბრენდზე მინდა ვახსენო, შეიძლება მაყურებელმა არ იცოდეს. მე 30 წელია მარკეტინგში და ბრენდინგში ვარ და კოკაკოლას აქვს. კოკაკოლა არის შვიათთაგანი ბრენდი მსოფლიოში, რომელიც 100 წელზე მეტი არ ცვლის თავის დაპირებას. და კოკაკოლას დაპირება არის, რომ კოკაკოლა refreshes mind, body and soul. აკეთებს სხეულის, სულის და გონების გადატვირთვას. აი ესეთ გაგრილებას, გადატვირთვას. ხო შეიძლება ესე ვთარგმნოთ, არ ვიცი. ერთი ცნობილი სიოღავდა გოგულას გორზუეტა. ეს რაღაც ახალია? ბატონო? ეს რაღაც ახალია? ან პირველად სიმართლე მოგითხრა. შენ ჩამორჩენო ისროლი. მე ჩამორჩენ. თორე დიდი ხანია გაკ. რობერტო გორზუეტა იყო ესეთი კუბელი ტიპი, რომელიც იყო შაქრის მიმწოდებელი კოკაკოლასთან მაგის ოჯახი, კუბის დროს რევოლუცია რომ მოხდა, მერე კოკაკოლამ თავისთან აიყვანა და მერე გახდა ტოფი. ერთშენიერ დღეს ეს 60-იანი წლებია და რატომღაც გორზუეტას მოუნდა რატომღაც შეიძლება ფანდი იყო, მე ვთქვი ისეთი ნიჭიერი კაცი იყო, რომ ალბათ ფანდი იყო, რომ გამოაცხადა, რომ კოკაკოლის რეცეპტი უნდა შეიცვალოს. ესეთი кейსი არსებობს, რომ გამოაცხადა, რომ კოკაკოლის უნდა შეიცვალოს. ეს ნიუკოლას кейსი ყვები თუ სხვა? არა, შეიძლება ნიუკოლა იყო, ანუ შენ უკეთესად გეცოდიება. ხო და ატყდა ერთი ამბავი. დემონსტრაციები მიადგა კოკაკოლის ოფისს. კი, კლასიკი რო დააწერეს, შენ მაგ ისტორიას ყვები. ხო, მაგ ისტორიას ყვები და უთხრე, შენ ვინ მოგცა მაგის უფლება, რომ კოკაკოლას იმას და მე გამოაცხადა ცნობილი ის იყო ფრაზა, რომ მე მოგონა ჩვენ გოგუთროდა კოკაკოლა თურმე ხალხს ეკუთვნისო და ასე გახდა სახალხო სასმელი. ესაც მე მგონი რაღაც ფინტი იყო. ფინტი იყო, პიარული ჩემი აზრით, ნიუკოლა რო გამოუშვეს ხალხი გააპროტესტა და აჯანყება გამოსვლები და მე კოკაკოლა ამის გამო სპეციალურად დააწერა, ცალკე წაწერა კლასიკი. რომ ჩვენ არასოდეს მოდიდან არასოდეს გადავა. სასმელი ყოფილა. ახალ სასმელი გადავა. სხვადასხვის მე მინდა კიდევ ვთქვა, რომ კოკაკოლა ორი რაღაცით საინტერესო არის. პირველი, ერთადერთი გაზიანი სასმელი არის, რომელიც არის კოსმოსში წაღებული, კოსმოსში სვავდნენ კოსმონავტები, სხვა გაზიანი სასმელი არ ყოფილა. და მეორე, კოკაკოლა, როდესაც სადღაც ომი იყო, ამერიკის ჯარი რომ და იქვე აშენებდა ყოველთვის ან ქარხანას, ან მიწოდებას, ან რაღაცას. ხო, პერმანენტულად. ტრამპს აქვს სპეციალური ხილაკი, რომელსაც მიაჭედა, ეს არის ხილაკი კოკაკოლამ და შემოუტანა. აი, გარვიცოდი. დედას იცოდა. საჭირო ხილაკი აქვს. რომ კოკაკოლის ხილაკი. კოკაკოლის ხილაკი აქვს ცალკე. და უორენ ბაფეტი დადიოდა ყოველდღიურად ბანკონაში. 92 წლის არის და ჩვენთან იძახია, რომ კლავსო. მის კლავს არ ვიცი, მაგრამ ის თვითონ გვდება, მე რა ვქნა. მოხმით. თემურ, შენ ჩემთვის ხარ ენციკლოპედია. და უსასრულო შეიძლება ვწერო ინტერვიუ, მაგრამ დრო ვიცი, რომ ნელა გადის და ძალიან საინტერესო იქნებოდა, რომ აი ბათუმში, ქუთაისში, შეიძლება კახეთში, შეიძლება ბოლნისში, არ ვიცი სადღაც. ბევრი ადამიანი გვიყურებს ჩვენ სხვა რეგიონიდან. ან ჩვენ ახალგაზრდები ვიღაცები ბიზნესს სწავლობენ, სტუდენტები ბიზნეს ფაკულტეტების და ბუნებრივია თვითონ ენტერპრენიორების უსმენენ ერთმანეთს. აი ამ გზიდან, 40-წლიანი გზიდან, ალბათ რაღაცა გაკვეთილები თავარი რაც გამოიტანე, აი ამ გზიდან ბიზნესის კეთების და წარმოების. რას გაგვიზიარებ შენ თავარ გაკვეთილებს, რა არის? მე მოვისმინე, რომ შენ თქვი, რომ დისციპლინა, რაც მოვისმინე, მეორე ცოდნა, რომელსაც შენ ხას უსვამთ ძალიან ხშირად, რომ ცოდნის გარეშე არაფერი არ გამოვა. აი, საუბრობ ჩვენ გამოცდილ
არ არის ეგ არის სიაფანდო რა გამოცდილება ის გამოცდილება კარგი რო ყოფილიყო კარგად იქნებოდი რატომ პრიმიტიული ახსნა აქვს როგორ შეიძლება თავად დისციპლინა სადისწავლე რამ ვისგან ისწავლე დისციპლინა ეგ მაგისტრალა შეუძლებელია ეს ხასიათის თვისებად უნდა შეიძლება მაგისტრალა ხა დისციპლინური ადამიანი არ შეიძლება იყოს დისციპლინებული ადამიანი უნდა იყოს ეგრეთი შეიძლება ვიღაცები აიძულო დისციპლინა დაიცვან და აყვეს რაღაც მომენტში მაგრამ შეიძლება აყვეს კიდეც თუ არ ვარ დავიღუპებით დაყვეს შეიძლება არ არის ეს მეგონი ახლა ვთქვა ვიღაცებს ეგონება რომ თუ დისციპლინა არ დაიბადე დისციპლინა ვერ გახდები ტრენინგი უნდა რა თავის შენ თავი უნდა ავარჯიშო რა შენ გააქვს რამე რიტუალები რითაც ავარჯიშებ შენ თავს ესეთი რიტუალები ახლა ტრაბახი გამოვიღო ბევრი ჩვენ სადაც ამბობ ტრაბახს ყველგან ვანათებ თქვენ ხო იმიტომ რომ კიდე გიმეორებ აი თანამედროვე მოთხოვნილება სოფლიოში არის ცოდნა თუ ცოდნე ხარ ღირებულიც ხარ ართალიც ხარ თავდაჯერებულიც ხარ წესიერიც ხარ და გამარჯვებულიც თუ აგებული გაქვს შენი ცხოვრება წარსულის გამოცდილებაზე მე რაღა დროს ჩემი სწავლა რო იტყვიან აი რო დაუბულია რაღა დროს ჩემი სწავლა საშენ და გამონათქვამია ხო მაშინ რაღაცა დროის შენ ცხოვრება. მაშინ რა გინდა? ჩვენ რა გინდა? კაცი რომელიც იზრდება რაღაცა დროის ჩემი სწავლა ჩვენგან რა გინდა მაშინ ჩვენგან. და რამდენი ადამიანი იქნება ახლა ეგრეთი მართვაში, პოლიტიკაში, აი ძველი ტიპები რაღაცა დროის ჩემი რამია. ეგ თუ იტყვა მე შესაძლოა ვამბობ პოდკასტში რომ ძალიან კაია სტივ ჯობსის, ილონ მასკის, ბეზოსის და სხვადასხვა დიდი ბიზნეს მოთამაშეების მოსმენა. საქართველოში როგორ უნდა გააკეთო ბიზნესი და როგორ უნდა შექმნა შესაქმნელი შეიძლება ვისწავლოთ აი ესეთ საუბრებში. აი ადამიანებისგან რომელმაც ამ ფორმაციაში საქართველოში არც მაღაზია არ იყო და არც ჩაქარი იყო. არ იყო. ხო. წავიდა, ფული იყო. არც ბანკი არ იყო და არც ტრანსფერი იყო და არც საბანკო გარანტია და არაფერი არ იყო. მოპარული მანქანა ქეში პოლონეთში მოპარული მანქანა წავიდა, ქეში ჩაიტანა და ჩამოიტანა თურქეთში და მე ვიცი რომ აი მაგალითად აფთიაქების დამფუძნებლები პირველები აი იმ დიდი ლილოში რო ჩანთები იყიდებოდა იმ ჩანთებით შემოქონდა და ასე იწყებოდა და მე მინდა მაყურებელს მივმართო მეგობრებო ეს რომ ბიზნესის დაწყება სჭირდება რაღაცა გენიალური იდეა ან ძალიან ბევრი ფული ან ძალიან ბევრი ნაცნობობა ეს ყველაფერი არის მითები ყველა ადამიანმა ვინც ამ ქვეყანაში ბიზნესი შექმნა დაიწყო საიდან სადღაც წერტილიდან დაიწყო როგორც თემური ყვება, ყველას თავის ისტორია აქვს და ზუსტად მაგას ვაკეთებ. მე რომ ვცდილობ რომ ეს ისტორია მოვაყოლინო, რომ დავანახო, რომ ეს უბრალოდ გადაწყვეტილებაა, შინაგანი მიზანი უნდა ქონდეს ბიზნესი გააკეთო, შეისწავლო კარგად. დაინახო მომავალი რო აქვს. ხო, იმიტომ ტექნოლოგია რო არ გესწავლა ალბათ. მე ლიმონადის ქარხანა რო არ გემართა, გამორიცხულია. კოკა-კოლამდე ალბათ არ. არა, არც მოვიდოდა, აზრათაც არ მოვიდოდა. ეს ჩემი ხელობაა. თემო, ჩვენ როგორც პოდკასტის გუნდს აგერუზი ვარ სოყვალა. ჩვენ რას გვირჩევ, როგორც გუნდს, რომ ეს იმსახურება თავარ მისიას, რომ ქართული ბიზნეს ისტორიები ჩავწეროთ, გავშალოთ თემა და მივცეთ ქართულ მეწარმეებს სივრცე რომ მოყვნენ ეს ალალი, ავტენტური ისტორიები თავისი ვარდნებით, თავისი მაღალი წერტილებით, დაბალი წერტილებით, შეცდომებით. რას გვირჩევდი ჩვენ? თქვენ? შენი ხარ სკოლა გაქვს შეგავლილი ჩემი ჯორაში გჭირდა. შენ გაყოლთვის ვისწავლი. მარკეტინგიც ისტორიებიც ისე ყველაფერიც
მე ურმესი მადლობა მინდა გადაგიხადო. იმისთვის რომ 30 წელია ხარ ჩემთვის მაგალითი, ინსპირაციაც, მაგალითიც და ყოველთვის რაღაცას ვსწავლობ შენგან. თუნდაც ეხლაც ვისწავლე და ყოველთვის როცა შეხება მქონია შენთან ყოველთვის რაღაცა მისწავლია და მაგისთვის მადლობა. და ბოლო ტრადიციული კითხვა, ყველას ვეკითხებით როცა ვამთავრებთ. ვისი მოსმენა იქნებოდა შენთვის საინტერესო ამ პოდკასტში? შენ რო გეყურებინა როგორც მაყურებელს, ვის ისტორიას მოისმენდი, ვის ისტორია იქნებოდა შენთვის საინტერესო? ბიზნესში? აი ესეთ ფორმატში, რომელიც ახლა გაიარე და უკვე იცი ფორმატი. ჩემი აზრით, ხო? აი მარტო თბილისში არა, აი არსებობს რაღაც ტიპები, უნდა ეძებო რა. არსებობს ალბათ ტიპები, ვინც შეიძლება მცირე ბიზნესს აკეთებენ, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია მისი ოჯახისთვის. აი შესაძლებელი რაღაცა დიდ გრანდიოზს არ აკეთებს, მაგრამ იმდენად მაგარი ტიპია, რომ არაფრისგან შექმნა რაღაცა, თქვა, აი ოჯახური ბიზნესიც მნიშვნელოვანია ძალიან. ესაც და ჩვენ სულ ვეძებთ ცნობილი ტიპებს. ხშირ შემთხვევაში ცნობილი ტიპები ვიღაცას აღიზიანებს. ხე? ამიტომ უფრო ცნობილი ტიპის ნახვა უფრო ადვილია, ვიდრე მაგარი ტიპის, რომელსაც არ იცნობს. და გახსნა ის მაგარი ტიპი აუდიტორიისთვის. საინტერესო რჩევა. ხო, მაგარი ტიპები არსებობს რა. ხო და თუ გვიყურებთ და ხართ ეგეთ მაგარი ტიპი მოგწერეთ და ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით. ჩვენ გვინდა ეგეთი ტიპი. სპორტული გადაცემებს ვასპონსორებთ ჩვენ პატრონად უბრალოდ და ეგრეთ მითხრეს მეუთხარი მე აღარ მაინტერესებს ის რონალდო როგორ არ მაინტერესებს, მაგრამ სხვა საშუალებებიც არსებობს, რომ ის ვნახome. შენ იმეორეთ უამრავი ინფორმაცია სხვადასხვა, ხო? მაგრამ თუ საქართველოში მოძებნ გამოყვებით ბოლომდე ნიჩიერ ტალანტით სავსე ბავშვებს, ახალგაზრდებს, რომლებსაც ვერ ხედავს ვერავინ და უნდა გამოჩენდა. აი მაგალითად შენ რო ვიღაცა კაი ტიპი ნახო, რომელსაც კარგი აზრი მომავალი, შეიძლება გზა გაუხსო, რომ ხელმისაწვდომი გახდეს ბანკთან ურთიერთობაში. და გაუხსნა ეს გზა. ხო, რაღაც აი ხავს. მაგარი იყო რა. მადლობა თემ. მადლობა შენი დროისთვის, გულწრფელობისთვის, გახსნილობისთვის. და ეს სიამოვნება იყო შენი მოსმენა. მადლობა და წარმატებები შენ ყველაფერში, რასაც აკეთებ. კი ბატონო.